ჩვენი ხარდამჭერების სოკარი ვეისტრესი და ჩვენი სტუმრები დატო ბაციკაძე, გიორგი კალატოზი, ოქტოპუსი უკვე 200,000-იანი გამომწერებით. დიახ. გილოცავთ, მაგარი ამბავია. მადლობა. ორშაბათოვა გაჩერებული ქონდათ. ხო. პირველად წლების განმავლობაში, ხო? მას დავიწყოთ. ხო. პირველად მოხდა ეგეთი ამბავი. ანუ ზაფხულის პაუზის გარდა, როცა ისვენებს ფეხბურთიც და ჩვენს პატარა პაუზა ქონდა, ისე ახალ წელსაც 1 იანვარს გაგვიშვია და მიმსულავთო გქონია. ხო, ეხლა ქონდა 2024-ის 1 იანვარს გადაცემა ქონდა მაგალითად. და ნუ ეხლა უკვე მოხდა ისეთი ამბავი შეწყვიტეთ და რა გინდათ ამ პოლიტიკაში რატო ერევით? რო არ გვინდა პოლიტიკაში ჩავედოთ, მაგიტო შევწყვიტეთ. ვინ გაფინანსებთ? ძალიან ესეთი ცხელი ამბები იყო და ჩვენი გადაცემა თან ლაივ ფორმატია და ლაივ ფორმატში თავის შეკავება და აი წინასწარ რაღაცა გაგექცა და ამოჭერი არ გამოდის და ვიფიქრეთ რომ ჯობდა რომ თავის შევკავებინა სანამ არ დაალაგდებოდა ცოტა მაინც. რაღაც სანამ მაინც არ გამოჩნდებოდა. ხო. თუ ის რავი, ხო. საერთოდ რატო არის ეს სტერეოტიპია ჩვენთან რა მე მგონი რომ აი რა გინდათ ამ პოლიტიკაში რატო ერევიო ყველას მიმართო საერთოდ და კი მაშინ რომ რაღაცა რჩება ადგილი მარტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრებისთვის ხო მარტო იმათთან რომ ილაპარაკონ არა და პოლიტიკაში ჩარევა არის რაღაცეები ხარ რაშიც და ვინც მაგას გეუბნება ის ხვერევა მაგით რომ გეუბნება რომ არ ჩაერიო კი აი მე მქონდა შემთხვევა რომ მართლა სტადიონზე რომ მკითხეს და სტადიონზე უპასუხე რა სტადიონზე ვილაპარაკე სტადიონის მშენებლობაზე შესაძლებლობაზე ახალი სტადიონზე მაგაზე ვილაპარაკე რა და რაღაც კომენტარები და რობოტების შემოსევა იყო მე იქ და ეგრევე გადაიყვანეს პოლიტიკურ კონტექსტში თითქოს მე ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი რომ რახან მთავრობამ დაანონსა სტადიონის აშენება თუ რაღაც. საერთოდ არ მიფიქრია ეგ რა. საერთოდ სტადიონზე ვილაპარაკე რომ აი სტადიონი საჭიროა თუ არა ახალი თბილისში სადაც ორი დიდი სტადიონი ისეც არის. მაგაზე ვილაპარაკე და ეგრევე მე მაბრალებდნენ ტიპები რომ პოლიტიკაში რატო გადაყავსო ეს როცა პოლიტიკაში მე არ გადამიყვანია მაგრამ იმეთმა გადაიყვანეს თვითონ გადაიყვანა ტიპმა პოლიტიკაში და მე მაბრალებდა მაგას ხო იცოცხლოს ეგამე სიგიჟეა რა და რავი ხა რაღაცეები არის რაც მე მგონი თან როგორ უნდა გამიჯნო არ ვიცი აი პოლიტიკა სადამდე მიდის რეალურად ყველაფერი პოლიტიკაა საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველაფერი ხო რა ვიცი ნებისმიერ რაღაც პროდუქტი რო გაგიძვირდა პოლიტიკა იმაში ავტობუსში რო 50 თეთრის მონგრად სიტყვაზე 80 ხდი ეს ყველაფერი პოლიტიკა არის სად უნდა გაავლო ხაზი რაზე რა სად არის ჩარევა პოლიტიკაში სად არა შენ აბა მიდი ის გითქვა რომ სტადიონი რა კარგი რო შენდებო თუ დაგაბრალებდნენ რომ პოლიტიკაში არა ხო მაგ შემთხვევაში რა დაგაბრალებდნენ ან არის შენ არა მაგ შემთხვევაში რომ მეორე მხარეს დაებრალებინა რომ არა მაგ შემთხვევაში შეიძლება საფრთხე ყოფილიყო მაგრამ ის გეუბნები რომ თუ ამბობ საპირისპიროას და ყოველთვის მაგიტო გამოდის ხოლმე ეგ კი ხო რაღაც ეგეთ რეალობაში აღმოჩნდით რომ დიდი ხანია უკვე ვიცი ვართ ეგეთ რეალობაში რომ თითქმის ყველაფერზე უკვე რაც აზრი შეიძლება დააფიქსირო ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ეკერება. პოლიტიკური სარჩული კი არა, ანუ სარჩული იმის რომ მიკერძოებული ხარ. ამას იმიტომ ამბობ რომ აი ვიღაც მოგწონს ან არ მოგწონს. ხალხს აღარ ჯერა მაგრამ ძალიან ბევრი ის მართლა გასვრილი არის მაგ ამბავშიც. ხალხსაც უნდა გაუგო მაგ შემთხვევაში და მესმის კიდევაც რა, იმიტომ რომ როცა იცის ძალიან ბევრი ამბის შესახებ, რომ ის გასვლილია, იმან მოატყვა, იმან გადააგდო, მე არავის აღარ ჯერა რა. ეგეც გასაგებია. გასაგებია, მაგრამ ვიღაცა ვინც მიზანმიმართულად აკეთებენ მაგას, რომ იცის, რომ შენ გულსხველი პროტესტი გაქვს, მაგრამ შენ გაშავებას იმის ცდილობს, რომ აი ამის უკან რაღაც დგას. ნუ ეგ ხალხია ცუდი თორე. ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსის დაპირების არ ჯერა, ან ვინმე ადამიანი, ვინც გამოთქვამს რაღაცას, იმის არ ჯერა. იმას თანაუგრძნობ, იმიტომ რომ ცუდად მოექცა სამყარო, ასე ვთქვათ. ხო. გუშინ კი ორი დღის წინ იყო თქვენი ეს ახლა ლაივში რო ქონდა და იქაც ამბობდით რომ ეს ინფლუენსერებზეც რო იყო ეს ფულებში თავაზება და პროტესტის თქვა ეგეც ვინ შეესთავაზა ეგ წყარო იყო ძალიან ცუდი რა თუ ლაპარაკობთ ვაკრიტიკებთ ვიღაცას ორივე მხარე ხომ უნდა გაკრიტიკდეს იყო მართლა მეც გავიგე რომ აი როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცა გარეკლამა ტელეფონის გარეკლამა ხო არ არის არა რაღაცა სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაზე ფული რა ტონა შეესთავაზო ადამიანს კი გაწყობ შენ გაძლევს შეიძლება ყველას რო ურეკავ მაშინ უნდა იცოდე ხუთი კაცი რომელსაც დაიბარებ და ესე კონფიდენციალურად ეტყვი კიდე რომ არ გაბაზარდეს ასე თქო რო ურეკავ ყველას ის ვიღაც არ არის შენი ხარდამჭერი და გაგიბაზრებს მაგ ამბავს და ვინ დაგეგმა ეგ კამპანია არ ვიცი მაგრამ ნაღდად იყო ეგეთი რეკლამა შეიძლება პირიქითაც იყოს გასაშარებლად გაკეთებული შემოთავაზება ჰქონდა არც გამიგია ვისგან ძალიან ისე იყო კონფიდენციალურად
რაღაცები მითხრეს, ხო, აი რაღაცები მითხრეს, რომ იმას უნდა მოაწერო ხელი, რაღაც არ, თქვი რა ხდება. და რომელიღაც არ ვიცი, დიდი, ყოფა არა სამთავრობო აკეთებდა რაღაცა კამპანიას. რომელიც თან არ იყო პოლიტიკური ტიპის კამპანია რა, იყო რაც მითხრეს, იყო იმაზე როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა დეზინფორმაცია ტყუილი სიმართლისგან, როგორ უნდა სცადოს ამის გარჩევა. და მაგაზე იყო კამპანია თუ რაღაც. და საკმაოდ დიდი თანხასაც გვთავაზობდნენ. და ნუ უარი უთხარი რა, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები რაც ისედაც ვლაპარაკობ, მირჩევნია რომ ისედაც თქვა, ანუ უფასოდ თქვა, ვიდრე კი მჯერა თან ამისი, ანუ მეც ისედაც ვლაპარაკობ ამას, მაგრამ ფული რო ავიღო ახლა ამაში, მე ვიღაცა ტიპი რო გამოვა და იტყვის რომ აი შენ ფული გაქვს აღებული ამის ლაპარაკში, მე გულწრფელად ვეღარ ვიტყვი, მე რომ მტვანის ასე თქო. ანუ გულწრფელად ვეღარ ვიტყვი მაგას უკვე რა და მირჩევნია რომ აი ეს სივრცე დავიტოვო, რომ ვინმე რამეს თუ დაგვაბრალებს ეგეც ბოლომდე გულიანად შევაგინო მტვანს და მე არ შემეწეროს. ვიდრე ვიცოდე რომ კი, არაფერი ისეთი არა, მაინც შეიძლება ვილაპარაკო ეგ რა და მჯერა მაგისი მაინც რომ სულ ვაქოლმე მაგაზე აქცენტები და ნუ პროპაგანდის წინააღმდეგ რაღაცნაირად ვცდილობთ რომ იქნებ პატარა წული შევიტანოთ იმაში რომ ადამიანებს არ აქვს მნიშვნელობა რა პროპაგანდა იქნება ვისი და როგორი რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ ცოტა და უფრო მეტად კრიტიკულად მიუდგეს ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას რომელსაც მიიღებს და ახლა მაგაში ფული რომ ქონოდა აღებული უკვე რაღაცა ის მექნებოდა რა რომ აი ხო რა ვიღაცის შენ თავთან მე კი ხო მაინც გულწრფელი ვიქნებოდი იმიტომ რომ მაინც ჯერა ამისი მაგრამ შემაწუხებდა ის ფაქტი რომ ეგ რაღაც პროდუქტის რეკლამას რო აკეთებდა იქაც ისეთი დელიკატური უნდა იყო რომ რაღაცა ბატონო მე ბევრჯერ მაქვს ამასაც ვიცი რომ აქვს ნათქვამი და მე ბევრჯერ მაქვს უარი ნათქვამი განსაკუთრებით როგორი ტიპის რეკლამებზე იცი აი ინფლუენსერებსაც თავაზობ ხოლმე ინსტაგრამზე რაღაცა პარტერი და რაღაცა არა მინდა რა თუ მე ვასეო თუ არ ამბობ რომ რეკლამაა ხო თუ მე ვასეო პროდუქტი კი ანუ რაღაცა მეც მე ვასეო არ ვიცი რა არის მე ყიდულობდი მაგას და კი ბატონო მაგრამ რაღაცა ისეთი რაც არ მომწონს ну ეგ ძალკე თემაა კიდე შორს დაგვიღებს ხა ანუ რის რეკლამა და რამხელა კვლევა ხო თან იდეა შეიძლება რეკლამა იყოს და მე იმ კომპანიამ ქნას რაღაცა არ გამოდგეს ის პროდუქტი ნუ ეგ პასუხისმგებლობა არის მაინც რა პროდუქტია თან აგერ ყავა და ენერგეტიკული კი არა შეიძლება სასწავლო რაღაცა იყოს ხო კურსი რომელიც არ იცი საერთოდ და ანუ რა კვლევა ნუ მაშინ წახვიდე ისწავლო მართლა ანუ პასუხისმგებლობას იღებ რაღაც ხო პროფესიას და ნახო მართლა ამიტომ რეკლამაში როცა ინფლუენსერებს თქვათ რეკლამას აკეთებს არის ორნაირი რეკლამა. ერთია რომ აი მეგობრებო, არის აქცია ამ ენერგეტიკულზე, თუ გინდათ იყიდეთ. ინფორმაციას გაწვდის უბრალოდ ამ პროდუქტის შესახებ რა არსებობს. არ გეუბნება, კარგია, ცუდი, უბრალოდ გეუბნება რომ აქციაა. და მეორე ვარიანტი რომ ეს არის გადასარევი, ამოყავს თმა და გამიქრო ნაოჭები და რაღაცები. ეგ აი მანდ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე თორე ადამიანი თუ გეუბნება რომ აჰა აქ აქცია, არც არ გეუბნება, უბრალოდ ინფორმაციას გაწვდის და მაგის გამო უნდა გაკრიტიკო ჩემი აზრით. კი ეგრეა. ხო მთელი ამბავი ახლა რაც ხდება არის რაღაცა შუა ნაწილიც მე ესე ვხედავ რომ საზოგადოებაში არის დიდი რომელსაც კარგად ვერ გაიგო რას ვაპროტესტებთ და რა პროტესტი არის. თან არც ბოლომდე არ იტყვის რომ აქეთა მეორე მხარე მოწონს და აი ცოტა დაბნეულობა არის რომ რას ვითხოვთ და საით მივდივართ რა და ან დასავლეთი რად გვინდა და ევროპა რად გვინდა ან რითი ჯობია ევროპა ანუ რა არის ის ყველაზე მეტად რაც გინდა თუ შეიცვალოს ეხლა რა აი თავარი პრობლემას რას ხედავ დღეს ჩვენთან ეხლა არ გეუბნები რომ აი რაღაცა ერთ თვეში რა უნდა მოხდეს ან ეს კი არა ის ზოგადად ხო რაღაც ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს რახან ესეთ კრიზისში შემოვედით იმიტომ რომ ლაპარაკია მაგაზე 12 წელი ასეთ კრიზისი არ ყოფილა ხო 2012 და მოყოლებული მე მგონია რომ თავარი რაც ხელს უშლის ყველაფერს არის ის სისტემა სახელმწიფო მართვის, რომელიც არის შექმნილი ამ ქვეყანაში, რომელიც კიდე მიშას პერიოდში შეიქმნა, ნაციონალებმა შექმნეს. მივიღეთ მაგით დიქტატურა, ეხლა ვიღაცები ერიდებიან ამაზე, ვიღაცები ამბობენ, რომ ხო ეს შენ ამის დრო არ არის და რაღაც, ნუ ფაქტია. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი რაც ეხლა ხდება ის, რომ სახელმწიფო არის ესეთი გამართული, ცუდი კუთხით გულისხმობ, რომ ადამიანები რაც დრო გადის მოქალაქეები უფრო და უფრო უფლებოები ხდებით და სახელმწიფო მოხელეები თუ სახელმწიფო ანუ იმაში წამყვან პოლიტიკურ პარტიაში მოქმედ ხელისუფლებაში
ყოფი ტიპები ამისავე ნახევრად ღმერთები ხდებიან უკვე ჯეკპოტია ხო ეგ ყველაფერი დაიწყო იქიდან ხო უნდა ითქვა საიდან დაიწყო ყველაფერი ააშენეს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მიშამ და სასტავმა ააშენა ეს სისტემა პროცესებს არ ჩაეხსნენ თან ისევ 2012 წლიდან დღემდე არის რა დაბრუნების მცდელობები ანუ ეგ არის კიდე ცუდა ესენი რომ მოვიდნენ იმის გამო რომ ისინი ცუდები იყვნენ ნაცვლად იმისა რომ მაგალითი ყოფილიყო ეს და იცი რა ახლა ეს დავანგრიეთ ეს უბედური სისტემა ერეკლე დეისაძე სიმღერაც ხო იყო სისტემა უნდა დაინგრეს ვერ დაინგრა არა ვერ არა ჩვენ გვეგონა რომ დაინგრა სახეების ცვლილებებით ანუ გვეგონა რომ ის სახეები ვინც იყვნენ ეგენი იყვნენ სახეები შეიცვალა რა აი ის არის sequels კი არა და იმას remake-ს რო იღებენ ხოლმე ხო იცი ძველი ფილმის remake-ია ძველი ფილმის რა უბრალოდ აი რაღაცა სხვა რაღაცეები ხდება ვთქვათ იქ იმ პერიოდში ბევრად უფრო ხო ცოტა წინას შეცდომებზე ნასწავლი აქვს ეთყობა კი აი ეგ არის რომ ნასწავლი აქვს არ უნდა გაამწარო ადამიანები თავისთვის სასიკეთო სისტემას რა აი ადამიანები არ უნდა გაამწარო ეხლა არ უნდა მიუვარდეთ და ბიზნესი არ უნდა წაართვა და არ დაიჭირო და რაღაც უბედურებები რაც მაშინ ხდებოდა მაგრამ ეს რო ჩამოვა შორო აი ადამიანური პირადი ადამიანური ტრაგედიები და ოჯახების ტრაგედიები რომელიც ბევრი იყო ნაციონალური მოძრაობის დროს ეგ რო ჩამოაშორ სისტემას რო შეხედო მართვა როგორ მიდის სახელმწიფოს ისევ იგივეა ანუ არაფერი არ შეცვლა ხალხი არ შეიცვალა დაჟე ანუ შეიცვალა ის მთავარი სახეები ვიღაცეები ხო ანუ პოლიტიკოსები შეიცვალა მოსამართლეები რომლებიც იმ დროს იყვნენ და რამდენიმე გახმაურებულ სასამართლო პროცესზე საშინელი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული ეგ ხალხი ამათმა დაიტოვეს ჩვეულებრივად და ისიც ვიცით რომ ძალოვან სტრუქტურებში ის ხალხი ვინც იმ საშინელებებს აკეთებდა ვთქვათ იგივე ციხეში სხვაგან 80% მეტი თუ არა ისევ დარჩა მაშინ მაინც ნაოდობაზე ხარ იმის მერე 12 წელი გავიდა ვიღაცა მოკვდა კიდეც იქიდან მე რა ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ეს ცვლილება საერთოდ არ მომხდარა ისიც რომ გეფიქრა რომ 4 წელი არ აკეთებენ ამას იმიტომ რომ ისევ არ დაბრუნდნენ ისინი და ეხლა ცოტა რაღაც მოზლიერდებიან მერე დაშლიან და მერე უკვე აი დემოკრატიაში არაფერი არ მომხდარა 12 წელი გავიდა იგი უარესია ანუ კიდევ უფრო მოძლიერდა ეს სისტემა და ევროპაში შესვლა თუ ევროკავშირში შესვლა თუ ევროპასთან დაახლოვება პირველ რიგში ბიუროკრატიის ამბავში არის სასურველი რომ რაღაცა წესები აქვს რაღაცა გაწერილი წესები რომელიც უნდა დააკმაყოფილო ხო რაღაც მოთხოვნები რომელიც უნდა დააკმაყოფილო ისე ვერ მოხდება თუ ამას აკმაყოფილებ არ შეიძლება ჟურნალისტებს ურტყა და თან თქვა რომ გამიხსენთ მოლაპარაკე ეს არის ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი არ შეიძლება მოსამართლეები ყავდეს მოსამართლეები ყველგან არიან მოსყიდულები მეტნაკლებად ხო ეხა ამერიკაშიც ვიღაცა ტიპებს რიბეებში ყავთ იქ მაფიიდან დაწყებული და ვიღაც პოლიტიკოსები დამთავრებული კი მაგრამ ეგ ჩუმად ხდება აქ რაღაცა ყველა მიცის რომ ეს იმის მოსამართლეა ამის მოსამართლეა და ეგ რო არაა დამოუკიდებელი ეგ სისტემა მაშინ ვიღებთ ამ ჯოჯოხეთურ სიტუაციას რომ მოსიც ვართ რომ შეიძლება აღმოჩნდე რეალობაში ადამიანი ჩვეულებრივ ადამიანი შეიძლება ეს რეალობაში აღმოჩნდა აბსოლუტურად დაუცველი გაიჩიტო და ვიღაცეები როცა ამბობენ რომ ესენი ამას არ გააკეთებენ მანდ უკვე პრობლემაა აი კანონზეც აგენტების კანონზე პუნქტია იქ ისეთი ხო რომ ეგ პუნქტი სახელმწიფოს აძლევს რომელიღაცა მე რო არის მე მგონი თუ მონიტორინგის პუნქტს გულისხმობ რა ულევ ძალაუფლებას აძლევს ნებისმიერ ორგანიზაციის მიმართ რომ შევიდეს და დახუროს რამდენი ხნითაც უნდა იმდენი ხნით წერილის საფუძველზე და შენ შეიძლება საერთოდ არ ფინანსდებოდე უცხოეთიდან რაღაც ორგანიზაცია გქონდეს შენი საერთოდ არ ფინანსდებოდე უცხოეთიდან მაინც მოვიდნენ და მონიტორინგი ჩაგიტანენ იმიტომ რომ ვიღაცამ წერილი მიწეა რომ ეს რაღაცას აშავებსო უცხოეთიდან იღებს ფულს ანუ გამჭირვალობის გამო არ მომხდარა მაგის თქმა ხო და მაგხელა ძალაუფლებას რომ აძლევ და ვიღაცებს უთქვამ ჩემთვის რომ მაგას ინფორმაცია მაქვს ესენი მაგას არის ამე კაცო კაი გავიგე შეიძლება ძალიან კაი ბიჭები არიან და არ ხნან მაგრამ უკვე პრობლემაა, როდესაც ბერკეტი აქვს ამ ხელა, ხო, სახელმწიფოს, თან ხა სახელმწიფო ის ხო არა, რა უხილავი სივრცეა, ხო? უხილავი ეს არის რაღაც რეალობა, არსება. იმიტომ რომ კაი თქვა კობახიძე კაი ბიჭია და ღარიბაშვილი კაი ბიჭია და არის ამას ამას, მაგრამ თქვა და წავიდა კობახიძე და ღარიბაშვილი და ვიღაცა ძალიან ცუდი კაცი მოვიდა, სიტყვაზე რა, ესენ თუ კაი ბიჭები არის. ის ხო იზამს. რატო არ უშვებ იმას რომ სახელმწიფოს არ უნდა მისცე იმ ხელა ძალაუფლება როცა მოუნდება შემოვიდეს შენ ორგანიზაციაში დაგიხუროს მონიტორინგი ჩაგიტაროს გაგაჩეროს ამდენი თვე წერილი საფუძველზე და შედარება რო იყო რაც მე ვნახე და რაც წავიკითხე და რაც გავიგე ჩემი წირი იმითი განათლებით მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ შევიდნენ და მონიტორინგი ჩაატარონ ორგანიზაციაში აქ არ ჭირდება ეგ აქ არის პირდაპირ წერილის, ანონიმური წერილის, მე შემიძლია ჩემ თავში დაუწერო წერილი, მე მივიდე, გავაჩერო რაღაც ორგანიზაცია, მონიტორინგს ვატარებ თქო და ორი თვე არ ამუშაო ტიპი რა. თან ეს მონიტორინგი შეგიძლია მორჩებახლიან დაიწყო? წელიწადში ორი შეგიძლია. და რუსეთში მაგალითად წელიწადში ერთხელ შეგიძლია. ანუ ეს უარესია. დაჟე.
რუსეთში არის ერთი. უფრო კარგი, ანუ სხვანაირად შეხედე. ხო, აქ შეიძლება წელიწადში 2 მონიტორინგი ჩაატარო და იქ ერთი არის მარტო რუსეთში, რუსულ რედაქციაში ამ კანონის. რადგან სანამ მონიტორინგი მიდის, ოფიციალურად შეუძლია დაგიძახონ, რომ რაღაც აგენტების სიაში გადაგსვან. ეგ არ ვიცი. ეგ დეტალები აღარ. ხო, რომ აგენტი ხარ, იმიტომ მონიტორინგს ატარებს და რაღაც ეჭვები აქვს და უკვე გააკეთეს. მის შემთხვევაში რეპუტაცია გიფუჭდება რა. აი რაღაცის გამოიღეს უცხოური გავლენის მატარებელი. ხო, აი ხოლმე რა არის ნეტა, თუ არა აგენტი. რაღაცასო დაგაბრალებენ უცხოური ინტერესი. მან თქო მე თუ თელმა პრესამ და ხალხმა რაღაც გეძახა, მე შენ სასამართლოში რომ დაამტკიცო რომ ტყუილი იყო ეს ყველაფერი, რეპუტაცია უკვე ჩამოშლილი გაქვს მაინც ადამიანს რაღაც დონეზე რა. ხო და სხვადასხვა რომ მოდიოდნენ ბიზნესა იძახდა რომ რაც არ უნდა კაი მთავრობა იყოს 2%-ზე მეტი არ უნდა იყოსო. თავიდან იძახდა არჩევნების წინ 2012-ში რომ რაც არ უნდა კარგი იყოსო 2%-ზე მეტი ყველა მთავრობა იყუნება. ფათაშოშ მე დაკვირვებული ვარ ისტორიაშიც ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ ბევრი ადამიანი ფიქრობდა ეგრეს ამ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდა და მე იმასაც ამბობდნენ რომ სისტემა უნდა დაშლილი იყო მაგრამ ხო და ჩვენ კაი მაგრამ საზოგადოების პრობლემა არის იდეაში აქამდე რომ მივყავს ხოლმე. კი ლაპარაკობ. ჩვენ ვერ ვაკეთებთ ხოლმე რაღაც არჩევანს ისე რომ არჩევანზე არ არის მე მგონია რომ არჩევანზე მეტად ვერ ვაკეთებთ იმას რომ კონტროლს ვერ უწევთ. ანუ აი ხო არის ხო ეგ უფრო არ ვთვლით რომ ძალიან დიდი ტრაგედია ისტორია რომ რაღაცები როცა ჩავთვალეთ გამოვიდა მთელი ბევრი ადამიანი თვითონ მე მგონი რომ აი ხა ეს მოვიდა და გვეშველა. ან ისინი წავიდნენ და გვეშველა. და მეორე ვარიანტი არის რომ აი ხო არის რომ კანონი მიიღო თქვა პარლამენტმა მაგრამ აღსრულებამ კანონის პოლიციას უწევს ხო? ანუ კონტროლი იმის რომ კანონი დაცული იყოს ხო? აი პოლიცია უნდა იყოს იდეაში ხალხი ხელისუფლების და ნუ არ არის ვერ ვართ ვერ შევდექით მაგათ ჯერჯერობით ადამიანებს აქვთ ძალიან დაბალი სტანდარტი სახელმწიფო მოწყობის როგორი უნდა იყოს თუ მე ბიზნესს ვაკეთებ შენ არ შემოვარდები და თავის არ დამალეწავ უკვე კარგი მთავრობა ხარ დაახლოებით ეგრეა რა იმდენად დაწიე სტანდარტი იმათ რომ მოდი შენ ხო მოდი შენ ისხლიან ნუ იქნები და მაცადე კაცო ეხა რაღაც 2 კაპიკს ვაკეთებ რაც გინდა ის ქენი გამჭირვალობი ოღონდ ნუ საბოლოო ჯამში მთელი უბედურება ეგეთ ატო მაგაზე ლაპარაკობდა რომ საბოლოო ჯამში აი ეგ ბოროტების ეს ძალა შეიძლება შენ წინააღმდეგ სადღაც ნელ-ნელა აღმოჩნდეს და მე მართლა არავინ აღარ იყოს გვერდით ვინც დაგეხმარება და ხმას ამოიღებს რა როცა შენ გაგიჭირდება ასე რომ დანახვა ამ ყველაფრის არის ახლა საჭირო და ახლა ახმის ამოღება საჭირო მე შეიძლება გვიანი იყოს მართლა ხო მე მაწყნარებს ის ფაქტი რომ ბევრმა ადამიანმა დაინახა რაღაც საფრთხეები ადრეც ახლაც ანუ არის საზოგადოებაში ნაწილი ადამიანებს რომელიც რაღაც საფრთხეებს ხედავს და არ არის აუცილებელი თან პირდაპირ მას ეხებოდეს ბევრი ადამიანი ხვდება იმას რომ მე შეიძლება ეხლა ეს არ მეხება ეს პრობლემა მაგრამ შეიძლება შემეხოს 5 წლის მერე მაგრამ რომც არ იყოს ეგრე აი არის პრაგმატული მიდგომა რომ კაცო მე ხარ არ მეხება მაგრამ 5 წლის მერე შემეხოს მაგრამ არის კიდე ადამიანური მიდგომა ხო რომ კაი მე არ მეხება მაგრამ ვიღაცას ხო ეხება ჩემ მეზობელს ნათესავს მეგობარს ვიღაც ნაცნობს ხო იმას არ უნდა დაუდგე გვერდში გაშავების ის მიდის აი NGO-ები ცუდები ანუ გაგიგია შენ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებზე რომ რამდენი კარგი საქმეა გაკეთებული მაგის შესახებ რამე ყოფილა და გამოყვანილი ყავთ როგორც მტრის ხატები არიან რა რომ ბოროტები ესენი ყველაფერს ცუდს აკეთებენ რაღაცა გაატრიალებს იღებენ ფულს და უნდა მოხდეს ამაღლება ცნობიერების რომ რამდენ კარგ რაღაცას აკეთებენ ხო ეგენი მარტო ცუდი ვიღაცა შეიძლება ცუდს აკეთებს კაცო იმ კარგი საქმეების შესახებ არ ლაპარაკობენ რასაც აკეთებენ რეალურად და მაგ გრანტებზე და მაგ ყველაფერზე რომ უარს ვამბობთ ქვეყანა რომელსაც ფინანსურად და ეკონომიკურად დალხენილად ნაღდად არ გვაქვს საქმე და ეგ ნაღდად ეგრეა ხო მაღაზიაში შედი ელემენტარული და ფასები გაიარე ესე უბრალოდ ვეღარ იყიდი უკვე ვიდით ვერაფერს მაგრამ ფასებს რო გაუარო მანდ უნდა მივხვდე ხო ანუ არ გჭირდება არაფერი საერთოდ ხო თან ამ ამბების კრიტიკა არის ხოლმე რომ აბა მე მიდის ხოლმე რომ ევროკავშირი რაც უდია და იმის რაღაც მინუსების დანახვა და რა თქმა უნდა როგორ შეიძლება რამე ადამიანების გაერთიანება იყოს და იქ რაღაც მინუსი არ ქონდეს იმ გაერთიანებას ან ორგანიზაციას ან რაღაც მეც ბევრი რაღაც შეიძლება არ მომწონდეს ევროკავშირის პოლიტიკაში და რაღაცები იყოს მაგრამ ხო არ არის არის არჩევანები გაქვს იმაზეა მაგაზეა საუბარი ბრიტანეთის ერთი ამინა და არც მეორე ბრიტანეთის ნაირი ძლიერი რო იყო შეიძლება მეც დაუჭირო მხარი რომ ეგ თქომა ვის არ უნდა ეგატო აი ვის არ უნდა რომ რამე ის ფეტიში კი არა გვაქვს გინდა თუ არა ევროკავშირში უნდა შევიდეთ თორე ბიუროკრატიას რო ხსენე იქ ისეთი ბიუროკრატია საშინელი გიყვანო იქ ბევრი რაღაც ჩვენთან უფრო კარგად ჩვენთან ბევრად მარტივად ხდება ხო კი მაგრამ აქ არის უბრალოდ ის რომ რეალურად არჩევნის წინაშე ხარ რა რომ ეგრეა ხა დღესდღეობით ეხლა მე ჩვენ კი სულელები ვართ და გაუნათლებლები მაგრამ იმას მაინც ხვდებით რომ ისე არა გაყოფილი დღესდღეობით სიტუაცია და ისეთ სამყაროში ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება რომ ან ერთ მხარეს უნდა იყო ან მეორე მხარეს უნდა იყო ხო თავი რო გაანებო იდეოლოგიას უბრალოდ ისე აი რო აიღო ან ევროკავშირის ქვეყნებთან უნდა იყო ახლოს ან რუსეთი ჩინეთი ირანთან უნდა იყო ახლოს ხო კი გეოგრაფიულად აქეთ ვართ უფრო ახლოს მაგრამ მე მგონია რომ მენტალურად მაინც იქით ვართ ანუ ჩვენი
კულტურა, ასე ვთქვათ, თვითონ ნაზავია და რაღაც ევროპა, აზიის ნაზავი რო არის, მაინც დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილები ვართ რა. და მაგასაც თავი განანებო, ცხოვრების თვალსაზრისით, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, ადამიანური თავისუფლების თვალსაზრისით, ბედნიერების თვალსაზრისით. ნუ შედარება არა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩინეთში, ირანში ან რუსეთში და როგორ ცხოვრობენ იტალიაში ან ესპანეთში სიტყვაზე, ხო? შედარება არა. და მაგიტო გვინდა რომ ისე ვიცხოვროთ ჩვენც როგორც ის ტიპები ცხოვრობენ, რომ თავისუფალი საზოგადოება იყოს, რომ ადამიანს კონდეს თავის ცხოვრებაზე კონტროლი ბოლომდე, არ ეშინოდეს პოლიციის, მაგალითად, რაც მაგალითად რუსეთში არ არის ეგრე, არ ეშინოდეს ხმის ამოღების, რაც ირანში, რუსეთში, ჩინეთში არ არის. ხო? სამივე ქვეყანა შეიძლება დაგიჭირონ რაღაცის თქმის გამო. ხო, სხვა შორის აი ეხაც ამ ბოლოს ვუძნობ, რომ კიდე ეგ შეგრძნება დაბრუნდა, რაც არისო ხოლმე. აი ბოლო წინა მთავრობას სულ ადარებდნენ. აი ნაცების დროს მაშინ უკვე პოლიცია საშიში იყო რა, გეშინოდა რაღაც რო იდგა პოლიცია, შეიძლება გადასულიყო ქუჩის მეორე მხარეს რა, შარი იყო და ედიკას დროსაც ეგრე იყო. ედიკას დროს ხო იყო და იყო. ნაცების დროს თავიდან მე ცოტა რაღაცა პატროლის მიმართ ნდობა და რაღაც წამოვიდა პოლიციის მიმართ რაღაც, მაგრამ მე ბოლოსკენ უკვე აღარ იყო და ეხაც იგივე ის უბრუნდება რაღაცა პოლიციას რა. ბევრჯერ შეიძლება უსამართლოთ, მაგრამ ბევრჯერ სამართლიანად ეხა რა. არა ხო პოლიციელი რომელიც აი ამ ყველაფერს თვალსადევნებს და ხმას არ იღებს თუნდაც ხო ისიც ხო გამნაშავია ანუ სისტემურად. ანუ როდესაც ხედავს რომ ხდება შეურაცხყოფა. თორე შეუძლებელია იმას კადრებს რო უყურეთ წაქცეულს ციხებს რო თქონ სახეში ფორმიანი ტიპი არ მჯერა რომ პოლიციაში რაღაც დიდ ნაწილს ამაზე პროტესტი არა აქ შანსი არ არის ხო მაგრამ ხმას არ იღებენ ეს ხმამაღლა რო გაავლო პარალელები რა ედიკას ედუარდ შევარდნაძის დროს ედიკა ედუარდ შევარდნაძის დროს იყო მილიცია იყო უბრალოდ კორუმპირებული იმ დონეზე რო ქუჩაში გაგაჩერებდნენ ხუთლარს გართმევდნენ ხო აი უბრალოდ გაგაჩერებდნენ ხუთლარს გამოგართმევდნენ წავ მიდიოდი როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო ეგრე ჯობია მოგვარდები შენ თქვენ გვარდები მილიცია მაგრამ ოპერები თუ გაგაჩერებდნენ მაგალითად და მე ხა იმ პერიოდში როცა ვიყავი თქვა 16 17 18 19 წლის ოპერები თუ გაგაჩერებდნენ 2-3 თუ ვიყავით, შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნოდა და არაფრის გამო. უბრალოდ განყოფილებაში წაიყვანეთ, განსაკუთრებით სტატუსის მეწერა. ნუ დოლიძის განყოფილება გაიხსენა მე ჩემაც მაგაცმა რომ აწევი საშინელება იყო და არაყიშვილის განყოფილებაზე ნუ საერთოდ ლეგენდები დადის, ხო? ეგ იყო შევარდნაძის პერიოდში და სააკაშვილის პერიოდში მაშინ არ იყო ოღონდ შეგრძნება. და აი სააკაშვილის პერიოდში თავიდან რო ვთქვა ნდობა გაჩნდა პატრულის მიერ და მერე რო შეიცვალა ყველაფერი. მან გაჩნდა პირველად მე გამიჩნდა პირველად შეგრძნება, რომ პოლიცია თქვა ედუარდ შევარდნაძის დროს არ მქონდა არც იქით არც აქეთ, მაგრამ სააკაშვილის დროს გამიჩნდა იმ პერიოდში შეგრძნება, რომ პოლიცია კი არ თქვა კორუმპირებული კი არ არის გინდა თუ არა. ან ის კი არ არის რა ქვია რაღაცა ხალხს კი არ აწამებს ესე როგორც თქვა შევარდნაძის დროს ხდებოდა. ოპერების ამბავში. არა, პოლიცია ხალხის ნაცვლად ემსახურება პარტიას. პირველად გამიჩნდა ეგ შეგრძნება, პარტიას ემსახურებიან რა. აი პოლიცია იყო ნაციონალური მოძრაობის მსახური. და დღეს ბევრ ადამიანს ასევე ეგ შეგრძნება აქვს, რომ პოლიცია რაღაც ნაწილი მაინც სახელმწიფოს სამსახურზე მეტად არის პარტიის მსახურია. იმიტომ რომ რაღაც გაიგივება ხდება. რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, პარტია იგივე სახელმწიფო იყო, რაც ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში, ნაციონალური მოძრაობა იგივე სახელმწიფო იყო და რაც ხდება დღეს ფაქტობრივად რა, რომ ქართული ოცნება არის იგივე სახელმწიფო. არ არის ხო? არ არის. ქართული ოცნება არის პარტია. ნაციონალური მოძრაობა იყო პარტია. სახელმწიფო სხვა რამეა. ხო. აი გამოსავალი. აი მაგარი რაღაც. ო, ძიმე სურათი არის, მაგრამ რაღაცა აი დიალოგზე მიდის საუბარი, ხო? დღესაც იყო მაგაზე ლაპარაკი. არ უნდა აქეთ ამხარეს თქვა სიტყვაზე რომ დაელაპარაკონ. მე მაგ დიალოგის აზრს კი ვეხვდები დიდად. ანუ გულისხმობ იმას რომ რამე შეიძლება მაგით. უბრალოდ მინდა რომ ნეიტრალურმა ადამიანებმა, ვინც აი სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს, დაწყდნენ და პირში მიახალონ ყველაფერი. აი მართლა ეგ მინდა და უთხრან. და ისეთი ადამიანი მინდა რომ დაждდეს მანდ, ვისაც ვერ ეტყვიან ვერაფერს, რომ აი შენ ფული გაკაღებული, კეზერაშვილი ხარ, ის ხარ, ეს ხარ, იმიტომ რომ მონგებიან სიტუაციაში იყენებენ საკუთარ თავს, ოდესაც ისვამენ ყოფილ ნაცებს თქვა სიტყვაზე, რა, რაღაცა ტიპებს, რომლებსაც აფინანსებს, რაღაც კორუმპირებული ტიპი ხო, ჟურნალისტებს, რომლებიც თქვა არც ეგენი არ არიან ბოლომდე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედია სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ უყავს. უნდა იყო აი სულ საშუალო სტატისტიკური მოქალაქე დაждდეს იმ კითხვებზე, როდესაც ვერ ექნება მართველი პარტიის ლიდერს პასუხი რომ იცი რა შენ მაგაზე ვერ უნდა მელაპარაკებოდე, აი ეს რო არ იქნება და აი პირდაპირ სიმართლეს ეთქვის ვიღაცა სახეში.
იქნებ დაინახოს ქართული ოცნების ამომრჩეველმაც სიმართლე სად არის. იმიტომ რომ როდესაც ხდება სხვაგვარად, მაშინ მიდის მიჭკმალვა რაღაც პრობლემების იმით რომ თქვენ მეუბნებით, თქვენ მელაპარაკებით ამას. ანუ რამდენი ხანი შეიძლება მაგას უსმენთ, 15 წელი მაგას უსმენთ და მაგიტომ მინდა მაგ დებატების აზრს ერთადერთი რაც ვხედავ რომ აი ვიღაცა მიახალოს სახეში და უთხრას რომ იცი რა არის პოლიციელი გვერდზე რო უდგას კრიმინალს და დანაშაული რო ხდება, ეს არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოშლა საერთოდ. და ეს არის ფუნდამენტი, რასაც დგას სახელმწიფო პოლიციელს უნდა ენდოს ადამიანი. თავების თვლა რომ ვისი კუდი სად არის და ვისი თავი სად არის რუსეთია ეს, ამას თავი დავანებოთ, რაც ხილულად ჩანს და გვაქვს ფაქტი, რომ შეიძლება სახეზე ავაფაროთ, აი ამაზე ვილაპარაკოთ. და ამას პასუხი არ არის. გარდა იმისა, რომ ნაცები ხართ. დარბევებზე წამოვიდა ეს არის პროპაგანდა, რომ მე რაღაც კოლაჟები რო ევროპაში როგორ ურტყავენ ხალხს თუ რაღაც როგორ არ ბევრი, მაგრამ კადრები და ანუ კაი, ამიტომ ახაც ურტყავთ თუ რა, კაი თქვა რომ მართალი იყოს. ეს არგუმენტია ხო, აი სისულელე, ჩემს რაღაც სხვა საკითხებზეც უთქვამთ იგივე. იგივე იმ კანონზეც. ეგეც ხო იყო რომ საფრანგეთში მიიღეს საფრანგეთში. გამოსია რომ ევროპა რო გეუბნება რომ არაპროპორციულად დაშალეო, რატომ ეუბნება? ხო, მაგრამ რა ვიგე, კაი, შეგიძლია უთხრა იმათ, მაგრამ გამართლება ჩემთვის რაში მაინტერესებს საერთოდ სადღაც ქართულს ურტყავ მეორე ქართულს სპეცნაზელმა ციხლებს აქცეულ კაცახეში. ბევრჯერ თან. საფრანგეთში მაგას თუ მიდგება საქმე, პარიზში პროტესტები რო ახლა სხვათა შორის არა პროტესტებიც მაშინ შეადარე. შეადარეთ მაშინ. იქ მართლა წავა. და თან ის არ არის, იქ პროტესტი ჩვენთან პროტესტი ძირითადად მაშინ იწყება, როდესაც უკვე ხალხი გძნობს რომ მე მგონი ქვეყანას გვართმევენო და იქ პროტესტი შევა დაიწყოს იმაზე რომ 10 ცენტით გაძვირდეს პური. ან პენსიის რაღაცა შეუმცირეს მცირედით პროცენტი და მაგაზე შევა გადაწვა ნახევარი პარიზი, ცეცხლი უკიდია ხოლმე მანქანებს და ვიტრინები ჩამცხრეული და უბედურება ხდება ხოლმე საერთოდ. ის რომ ამერიკაში შლიან მიტინგებს, აქციებს ასევე ტყუილია, то ძალიან ბევრი აქცია ამერიკაში ეგრე არ დაუშლიათ ნამდვილად, შეიძლება უფრო ბრუტალურად და სისხლიანი დაშლა იყოს, იმიტომ რომ იქ იარაღი აქვს ხალხს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის დარების უფლება აქვს ბევრ შტატში, ყველგან არა, მაგრამ ბევრ შტატში იარაღის და მე მინახავს აქციები ამერიკაში, Bretton House-ის ავტომატებით რო გამოვიდნენ მარში რო ქონდა ავტომატია. ემოთხებით აქციაზე ემოთხები რო აქვს გადაკიდებული ტიპებს, იმის დაშლას ცოტა მოერიდები. წლისჭავლის გარეშე, წლისჭავლით ვერ დაშლა. ანუ ამერიკაში ეგრე ხშირად არ ხდება და ეგრე ისა და საფრანგეთში როცა ხდება, იქაც ამაგოდ ბევრად უფრო ბრუტალური არის აქედან აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობაც და პლუს ის კადრები რაც გავრცელდა, რაც ავრცელებდა ეს რაც პროპაგანდისტული არხები. ძალიან ბევრი დაშლის კადრები არც არის. ანუ მანდ უბრალოდ მომენტია ერთი-ორი მომენტია ისეთი რომ პოლიციელი აკავებს ვიღაცა ურჩ ტიპს, აეროპორტში დგას ტიპი თუ რაღაცა და შეიძლება ყვირის რომ ტერორისტი ვარო და იმ ტიპს აკავებენ ისე რომ დააგდებენ ახლა დაახეთკებენ ძირს და ურტყამენ და ის რო გჭირდება თვითონ აი ეგ არგუმენტი რო ხისი ძალადობის ეგ არგუმენტი რო აბა ის კაია თქო კაი დაუშვათ თქვა სიტყვაზე დარბევას დავანებოთ თავი დაკავებები რო ავიღოთ სახლიდან იმიდან მანქანიდან ზაღლი იმაზე მიაბეს ხეზე შეიყვანეს სახსალამათ ტიპი და ორ დღეში სასტიკად ნაცემია დამდენი ეგეთი თან ბევრი აი ამის გამართლება რო გინდა ნებისმიერი არგუმენტით რაც არ უნდა ხვას ხეთქავდე აი ამის გამართლება რო გინდა შინაგანად უკვე ძალიან დიდი პრობლემა გაქვს სულ რო ეძიო ძალიან სამართლებრივი სადღაც იქექო და ამოიღო კოდექსები და რაღაც თვითონ შენ არ უნდა გინდოდეს ანუ შენ უნდა კონდეს პროტესტი შენც ადამიანი ხარ და ვიღაცას რო ურტყამენ იქ შენც უნდა აიგივებდე საკუთარ რობოკოპთან აიგივებ საკუთარ თავს რავი ანუ თუ რობოკოპთან აიგივებ საკუთარ თავს მაშინ რა სალაპარაკო აღარ არის არაფერი და თუ ადამიანი ხარ და ადამიანურ ენაზე ვსაუბრობთ მაშინ ნუ ამართლებ რა მაგას რა და მე დავიწყოთ ლაპარაკი აი იმ წამიდან დავიწყოთ ლაპარაკი როცა იქნება დაგმობილი ეგ პირველ რიგში ჩვენ გაუნებოდნენ და ძალიან ხშირი რიტორიკაა ეგეც იმათი რომ აბა ისინი რა ქვია პოლიციელები რო ცემეს 9 წელს და 10 წელს უსჯიან ვიღაცებს ანუ სამართლებრივი სისტემა ამოქმედა და სჯიან დაიჭირეს ცემეს და კიდე წარმოიდგინე რა უტიფრები არიან კიდე უნდათ რომ ჩვენ გამოვიდეთ და ეს დავგმოთ დაჟჯილი ადამიანები უკვე და გაუბედურებული ადამიანები რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის მართლა იბრძვიან ეგ უნდა დავგმოთ და დაუსჯელი პოლიცია რომ წიხლებს ურტყამს სახეში ანუ ამის საპირწონია თორემ იმას თუ გმობ იმას რატო არ გმობ კარგი რა მართლა რა აი ყელში ამოგიყვანენ მართლა მე აი მთავრობასთან ლაპარაკი რომ აი თქვენ რუსებო და არც ერთხელ არ მithქვამს ეგ მე ველაპარაკები ხალხს ვინც არის მაგათ პროპაგანდაში ჩართული ირიბად თუ პირდაპირ და მაგათ ამომრჩეველს თქვა სიტყვაზე რა არის სულ აი რაღაცა მანდ უნდა გავიაროთ და ეგეთი ადამიანები ლიბერალური ფაშიზმი და რაღაცას რო გველაპარაკებიან ეგენი უნდა დავამონათოთ ჩემი აზრით იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედიდანაც გამოდიან და რაღაცა ერთ-ერთმა წამყვანმა რომელსაც თანაც მუშაობდი გავადრო და გახდებაო სირცხვილი გახდებაო ეს ბულინგი რასაც ჩადიხართ
ანუ რა დრო გავა, ანუ უკვე ახლა იმედში მუშაობა არის პროპაგანდაში ჩაბმა, და ვინც აი ჟურნალი მაგ საქმიანობას აკეთებენ, არის უსამარცხინოეს. ყველა ტელევიზია ეგეთია, ხო, ან მხარეს ხარ პროპაგანდა, ან მხარეს. იცი რა არის, აქეთ ამ მხარეს, რადგან მთავრობას აკრიტიკებენ, მაინც სიმპათიები გაქვს უკვე, გაიგე? თორე მე არ მაქვს იმისი იმედი, რომ შეიცვალოს მთავრობა დღეს. აქეთა პროპაგანდისტული ძალები თავზე ხელის გადასმას არ დაიწყებან იმ მთავრობაზე, რომელიც იგივე სისულელებს იზამს, იმიტომ რომ რუსთავი 2 ედიკას დროს იყო და შევარნაძე რომ მოვიდა, იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, იმიტომ რომ ხმა იმაღლა ხო, იმათ წინააღმდეგ და მიშას დაუდგა გვერდით, და ამიტომ გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო და ეს გამარჯვებული ხალხის ტელევიზია მე იმ 9 წელში გახდა უსამარცხინოესი, იმიტომ რომ იყო აი არ ვიცი, შალვანტელაშვილი ამბობდა ხო, ჰიტლერს თუ ყოლოდა რუსთავი 2 დღემდე ვერ გაიგებდნენ რომ წაგებული აქვს თომიო. ისეთი პროპაგანდისტები იყვნენ მართლა. და მაგ დროს იმედი იყო რაღაცა დემოკრატიის და აი რაღაც სამაგალითო შევარდნენ დახურეს, იმდენად ვერ აიტანეს მაგათი ხმა და შეიცვალა ყველაფერი და რა მივიღეთ ეხა იმედი გახდა, არ ვიცი, ჩახრიტეს, ყველანაირი ფსკერი ჩახრიტეს და როგორ შეიძლება ჩვენზე? ანუ შენ მე რო თავში მირთხამს ვიღაცა, გამოდიხარ მეორე დღეს და იმათ აპრავებ და მეორე დღეს რო გნახავ, კაი გამარჯობა უნდა გითხრა რა, რავი, რა საწერია ეგ, რომელ ადამიანურ კოდექსში წერია, რომ შენ უნდა აპრავ ყველანაირი სისაძაგლე და თან უიდე და ბულინგდები და აუ სამსახურთან დაგვთა 3 აქტივისტი, აუ როგორ შემეცოდე რა. ხო, კიდე ისიც არის რომ რაღაცა აი სულ რო დაიჯერა რომ მთელი ის შენ გებრძვის ცივილური სამყარო და შენ წინააღმდეგ არის. დღეს რო უყურებ, ეს რაღაც იზოლაციაში ვართ რა, რაღაცებს ვიძახით ჩვენი მეგობრები არიანო, მაგრამ წესიერ თუ ეს გავიგეთ ვინ და ეგეც გაქვს მოთხოვნა, რომ რავი, თუ პოლიტიკოსი ხარ, დიპლომატი ხარ, დაალაგე რა იმათთან, თუ გემტარება რაღაცა რავი. სხვა ქვეყნებთან ცხოვრობენ. მე ყოველთვის მაქვს ის მიდგომა, რომ შეიძლება ცუდია, შეიძლება კარგია, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ეჭვმეპარება ხოლმე საკუთარ სიმართლეში. ანუ არასდროს არ ვარ დარწმუნებული, რომ 100%-ით რასაც ვფიქრობ, ნახოთ ეგრეა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ხო ვცდები. ისიც ბევრჯერ ვიფიქრებ, შეიძლება საერთოდ ყველაფერში ამაში ვცდები. შეიძლება საერთოდ ვერ ხედავ ის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ არის ხალხი, რომელიც უცხოანაირად ხედავს ამ ყველაფერს, ხო? მე და ის რომ დაგვაყენო, 100%-ით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და განსხვავებულად აღვიქვამთ ამ სამყაროს და მიმდინარე მოვლენებსაც. და მაგიტომ შეიძლება მე ვარ ცუდარი კაცო, ხო, ესე რომ შეხედო. რაღაც ანეკდოტი რო იყო რა, ამდენია შანსი ოდესაში დინოზავრმა გაიაროსო და 50-50-ზე ან გაილუსანარო. რაღაც ეგეთი ვარიანტია, ხო? ან მე ვარ მართალი ან ის. დავანებოთ თავი იმას, ლოგიკურად გავყეთ რაღაცები რო რადიკალური პოლუსი არ ხარ. არა. ისევ ამბობ, ზოგადად ამბობ. შუაში ხარ რა. ზოგადად ამბობ, აი 2 ადამიანი მე ვიღაც დამიზოყო, შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავდეს სიტუაციას თქო და ნუ ისე რომ შეხედო, ან მე ვარ მართალი ან ის, შეიძლება მე ვიყო ტყუანი. მაგიტო არასდროს არ მაქვს ხოლმე ანუ არ ვცდილობ რომ ბევრი მით უმეტეს ვილაპარაკო და ან ვიფიქრო იმაზე რაღაც საგარეო პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკაზე მით უმეტეს, იმიტომ რომ არ ვარ ეგრე აქტიურად ჩართული. მე ვფიქრობ რომ მაგისტრის რომ რაღაცა დასკვნები გამოიტანო, არა საკმარისი რომ ვიღაცებს უსმინო მარტო ტელევიზორში, უნდა შენ იკითხო და უნდა იკითხო უამრავი სხვადასხვა გაზეთი, საიტი და ასე ამბობდი ახლა თქვენ უშინდენ წინდელიმაში რომ რაღაცა ექსპერტებს ეშლებათ და ვერ ერტყავენ საერთოდ დანაწილებელი არიან ხოლმე 180 გამოდიან და ვიღაცა უბანში გაჩალხალ და ვიღა ტიპი რომელსაც იცი რომ წიგნი არ აღუღია ხელში არასდროს მოგიყვება ყველაფერს იმაზე ვინდა საპირებს, ხო? და შეიძლება ეს ტიპი ამას ზუსტად იცოდეს ყველაფერი, ხო? და მაგიტო არ იმაშვებები, არ მაქვს ხოლმე მაგაზე დიდი ისინი, მაგრამ რასაც ვხედავ, ერთი ისაა რომ არ მახსენდება მე შემთხვევა ამდენი პრობლემა კიდევ ერთხელ იქაც აი შენც თქვი ბიუროკრატიაზე, ხო, ევროკავშირში და ევროპაში. იქაც ხა იმ ევროპარლამენტში იქნება თუ ნებისმიერი ევროპული პოლიტიკოსი იქნება, ვიღაცა ცუდია, ვიღაცა კარგია. მე არ ვიცი ვინაა ცუდი, ვინაა კარგი. მე არ ვიცი ვინ არის პატიოსანი და ვინ არის მართლა ფულით ნაყიდი. არ ვიცი. რა ვიცი ხა მე, ხო? ვიღაცა სახელი და გვარი მესმის. აქ არ ვიცით რა ხდება და იქ. ხო, და ერთი და იგივე ისაა თან რაღაც ოპოზიციური ტელევიზიები ვიღაცა ადამიანების ნათქვამებს აზიარებენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძირითადად ცუდ-ცუდს ამბობენ ქართულ ოცნებაზე და იმედი და რუსთავი 2 ვთქვათ აზიარებენ ვიღაცა სხვა პოლიტიკოსების ნათქვამებს, იმიტომ რომ ესენი კარგს ამბობენ. ხო და მაგიტო იქ მე რომელია ბოლომდე ესე კარგი თუ ცუდი ხო რა ვიცი ხო ესპანელი ან ვიღაც იტალიელი თუ რუმინელი თუ უნგრელი ისე პოლიტიკოსი, მაგრამ ფაქტია რომ ამდენი პრობლემა და ამდენი ჩხუბი რაღაცნაირი ისეთი გადმოძახილება პასუხი და რაღაც ევროპელ პოლიტიკოსებთან არასდროს არ ვქონი, მე არ მახსენდება. შეიძლება იყო მაგრამ მე არ მახსენდება რომ ამდენი იყო ყოველდღე ეხლა განსაკუთრებით, მაგრამ ბოლო წლებიც როა იყო, სულ რაღაცა ხდება, სულ იქიდან რაღაცა ის მოდის
კიდევ ერთხელ მე არ ვიცი ის ტიპი შევა ცუდი ტიპია ის ევროპელი არ ვიცი შეიძლება უსამართლოც იყოს მაგრამ კი ბატონო მაგრამ ფაქტია უნდა დაალაგო რა თუ უსამართლოდ უნდა ელაპარაკო და დავალაგო დაუშვათ ევროპა არის ცუდი და ცუდების ხელში შენ როცა შენ ამორჩეულს პირდები ევროპისკენ მიდიხარ სად მიდი ცუდებთან მიდიხარ ხო მაშინ რატო აკეთებ მაშინ რატო მიდიხარ ანუ თუ იქ არის ცუდი კორუმპირებული და ცუდი ხალხია მოსული ესე იგი მაშინ გამოდა სიმართლე თქვი ხო მაგრამ არ ამბობენ შეფარვით გეუბნებიან რომ ვითომ იქ მიდიან და რავი დიპლომატიური ისინი პასპორტები ყველაფერი შეაჩერეს აღარ ელაპარაკებიან ამათ და რაღაცა ცუდი ურთიერთობა აქვს და ეგ დებულება მაინც როგორც მინიმუმ თან როცა ხედავ რომ მარტო მაგათ მიმართ აქვს ესეთი დამოკიდებულება მაგამდე მივიდიოდი რა ასე რუსი დიპლომატები და დეპუტატები რო ჩვენზე რაღაცებს იძახიან რეაქცია არ აქვს იმათთან დაპირისპირება ასუ კიდევ ერთხელ შეიძლება ცუდები იყვნენ ისინი მაგრამ ფაქტია უბრალოდ ფაქტს ვამბობ არ ვამბობ იმას რომ ის კაია თუ ვინაა მართალი ფაქტია რომ იმათთან დაპირისპირება აქვს ბევრ ტიპთან ვიღაცეებთან კარგი ურთიერთობა აქვს მაგრამ უმეტესობასთან დაპირისპირება რასაც ხედავ სამაგიეროდ აქეთა მხრიდან არაფერი ცუდი არ თქმულა იმათ მიმართ რუსების მიმართ და რუსი პოლიტიკოსების მიმართ ერთი არავის არ დაუკნავლია მართლა რომ რაღაცა თან განცხადებები იქაც გამოვინა რაღაცა ჯარით ჩავერიოთ ხო რამდენი ხო და სუმაქოლმე ისე დეზინფორმაცია ხო არ არის ხო არ იტყუებიან მაინც იმდენად სიგიჟეა ჩემი წარმოდგენით იმდენად სიგიჟეა როცა ვიღაცა რუსი პოლიტიკოსი გამოდის და ამბობს რომ ქართულ ოცნებას თუ მთავრობას საქართველოს ჯარით დავეხმაროთო არ მჯერა რომ ვიღაცამ თქვა უბრალოდ მჯერა რომ ვიღაცამ თქვა რუსეთში ეგ იმდენად არანორმალურები არიან მაგრამ არ მჯერა რომ აქედან პასუხი არ იყო ნაგითო ფიქრობ რომ ტყუილი ხო არ არის იქნებ არ უთქვია ეგ რაღაც არ უთქვამს ეგ რაღაც იმ ტიპს მაგრამ წავიკითხე რომ ეწერა რომ თქვაო აქედან პასუხი არ იყო რა ჯართმა ჩაერიო ხო და უპასუხო რომ რა ჯართმა ჩაერიო ჩვენი მეზობელი და აქ როა და რაღაც საერთოდ ქვეყანას არ აღია არა რუსული ხო აგაღიზიანების პოლიტიკა ეხა არის იგნორის მე საერთოდ არ ვილაპარაკე რუსეთი არ არსებობს მე რუსებოს რო ეძახიან არიციან რა არის ან თავი გაიშტერეს მე რა არის რუსებო მე მონაზე ბრაზდებიან მონა არა რა მონა იმიტომ რომ ესეთი იგნორი ამ ყველა ქვეყნის ხო გავიგეს აკაღიზიანება მაგრამ შემჩნევის პოლიტიკაც ხო შეიძლება რომ უი ხო რაღაცა ცუდი თქვეს რა ერთხელ რა რაღაც არის ესეთი ცუდი არა ცოტა გიჟური თქვეს და რაღაც რავი ხო შეიძლება გამოხვიდე და ხალხს მაინც უთხრა შენსასო არა ხალხო იცით რა ხა ჯარით არ ჩაერებენ რავი ხო და ამდენი რაღაცა რო ხდება მე რატო გინდა პოლიტიკა ვაფშე არ მინდა საერთოდ პოლიტიკაზე ლაპარაკი და დაწუნებაა თქვენც ხე გიჩვენეთ ფეგურზე ლაპარაკოთ იმ შაბათობაში მაგრამ აი ყველაზე მეტად მეზიზღებო და მეზიზღება ეხლაც როდესაც აი ეგეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით ხოლმე რომ იცი რომ რაღაცაზე უნდა ილაპარაკო აუცილებლად იმიტომ რომ რაღაცნაირად მოგვეკერა ჩვენც ის თავის დაუნებურად გამოვიდა ისე რომ არ გვინდოდა ეგ, მაგრამ რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ უნდა ვილაპარაკოთ ხოლმე რაღაც ის მოვლენებზე, რომელიც თქვა სიტუაცია საქართველოში ხდება არასპორტული და ხო ფორმატმა მოიტანა. ხო, და აი მე მინდა ხოლმე რომ თავისუფლად ვიყო და რაღაც მომინდება რაღაცა თქვა, როცა არ მომინდება, არ ვთქვა, მაგრამ ხანდახან ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით ხოლმე რომ ვალდებულები ვართ რაღაცა ვთქვათ რა, უკვე რაც გზნობ ვალდებულებას, რა, მე ჩემ თავთანაც ვიღაცა მაყურებელთან რაღაცა უნდა უცებო თქვა და აღარ შემიძლია უკვე ეს ძალიან დამღლელია. მე მგონი არ არსებობს სფერო, სადაც არ შეაღწია ამან. ეხლა ფეხბურთიც რო აიღო, კიდე ფეხბურთელებისგან ითხოვენ გამოდეს განცხადება, ნუ ის არის ხოლმე, ეგეც არ მოწონს ალკემარაზმია რო ითხოვენ და მე დაწერს ის ბოლოს რაღაცას და არა ისე ალბათ დაგეწერა და რაღაცა, მაგრამ იქაც შედის რა ეს პოლიტიკა, რავი, ზოგი აქეთ ეკაჩება საარჩევნო კლიპში ზოგ ფეხბურთელს, ზოგი იქით ეკაჩება და მე აქ შენ გეუბნებიან თავიდან პოლიტიკას მოთხოვო და რავი, თვითონ ტენიან პოლიტიკაში. მთელი პროცესი ეს რუსული კანონის შემოგდებიდან დაწყებული იყო, რომ ისე აქვე ბოდიში და ანუ სიაში ყავთ ხოლმე სპორტსმენები და თან ნოაპოლიტიზერებ სპორტსმენთან მოქმედი. ანუ აქამდე ახალი ის არის ეტაპი ეს. აქამდე იყო რომ დაამთავრა კარიერა, რაღაცა გაიარა რაღაცა ეტაპი და მოდი ახლა ცოტა ერთი-ორჯერ უკვე კოსტუმში დანახი ყავს ეს ტიპი რა, სანამ იქ ნახავ და იქამდე კოსტუმში დანახი არ ყავს რა, ეხა უკვე ესეთი ტიპები გაიჩნდნენ რომ აი რაღაცა ტრუსიკში და უცებ მე ახალგაზრდული ის გაიჩიტება უკვე. ხო, ახალგაზრდული პარლამენტი. ხო და შეგაწყვეტინე რაღაც ამბობთ. იმას ვამბობდი რომ ეს მთელი აი ეს აქედან ლიბერალურ ფაშიზმში ბრალდებულები აბა როგორ შეუვარდით და როგორ ეუნებით სპორტსმენებს როგორ თავთ პროცესებში და როგორ შეიძლება და ხო მთელი რიტორიკა ხო იყო მოვიდა არჩევნები და მარტო ქართულ ოცნებას ყავდა კლიპში სპორტსმენები ფეხბურთელები და პარტიაში დანარჩენი რა გვისტები რა ყველა სპორტი მოჭიდავეები ხო დანარჩენი ეხა რომელიმე ტიპმა
ქოჩორას მამა ხო ვიცით იმან ხო თქვას რომ გახარიას პარტიაშია. ხო შეიძლებოდა ქოჩორა გამოსულიყო და გახარიას პარტიაში აეკენძლა რაღაც კლიპში გურთი. ხო არ გაუკეთებია ეგეთი რაღაცა. ხო ეგეც ხო ნაკრებში რაღაც დაპირისპირებას გამოიწვევს რომ მე იმ პოლიტიკური პარტიის ის ვარ, მე ის ვარ და რაც დაწერეს რომ ევროპაშია ჩვენი ისა რა ქვია მომავალი და რაღაცა, მაგაზე ყველა თანხმდებით ასე თუ ისე. მათ შორის რუსეთუმეებიც ვერ ამბობენ ხო ხმამაღლა რომ არა ჩვენი ადგილი მანდ არის, მან შეფარვით გეტყვიან მაგას და მაგიტო მე პირადად ჩვენი გადაცემებიდან ყოველთვის მაგას ვამბობდი რომ ანუ გაანებით რა თავი სხვა საფიქრალი აქვს ნუ თხოვთ მართლა იმ ანალიზს სტატონი ლაპარაკა რომ ყველა ექსპერტია რომ აბა ეხა ამ კანონით ის დაждდეს ფეხბურთელი ხვალ რო იმასთან უდინეზესთან აქვს სათამაშო და წაიკითხოს აბა ეხა ესენი რუსეთში მიგვექანებიან მართლა არ მიგვექანებიან და რაღაცა დასკვნები გამოიტანა ეკანონიკა არ წაიკითხოს მე ადგეს და ფარა მოძებნოს დაიკითხოს ისა და შეადაროს და მაგრამ ადამიანები თუ ითხოვენ რომ აი პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე და ხმა მოიღეთ იმ ადამიანებს გაუგოთ ახლა რა იმიტომ რომ იმას სხვა არავინ არ ყავს რა მეც მახსოვს 2012 წელს ნაცები რო ეგეთ დღეში იყვნენ მინდოდა რა ანუ არ ვიცნობდა არავინ არაფერს არ წარმოადგენდი და მინდოდა რომ რაღაც სპორტსმენები გამოსულიყვნენ დაეგმოთ რომ არ გვინდა ჩვენ ესეც საქართველოს ნაკრებში თამაში სადაც ეს ხდება რა და როცა ადამიანს ეგეთი მოხდნენ კიდევაც გამოდიოდნენ და ისეთი ამბავი იყო რა იხარო რა რაღაცა გვერდში დაგიდგა შეზგავლენიანი ტიპი ეგ ბულინგი კი არა ეგ არის გუშველეთ ხალხო ანუ ჩვენ ხო ხედავთ არ გვაგდებენ ჩვენ სიტყვას არაფრად და ხმა ამოიღეთ რა იმიტომ რომ აგერ თავზე გადაგვიარეს უკვე და ხა კანონზე იმაზე რაღაც საგარეო კურსზე რაღაცებზე ყველაფერზე მოთხოვ მოქმედ სპორტსმენს რომ ანალიტიკური დასკვნა დადოს რომ იცი რა მე მგონი თან წარმოგიდგენ რომ წერს ხა ის სტატუსს და ჩაანალიზებები რო აქვს რა მე მგონია რომ ამ ნაბიჯით ხო არ შეიძლება ეხლა როცა აბსოლუტური ბოროტება გამოდის უკვე სააშკარაოზე მაშინ ყველას ვალდებულებაა მაგრამ მე მგონია რომ მოთხოვნა მართლა არასწორია და თვითონ უნდა დეთ მაგრამ ვინც ითხოვს მაგ ხალხს უნდა გაუგო რა ანუ აი ძალიან მარტივად უგებ მაგ ხალხს სწორად აღნიშნა რა კალამ ეგ არის ანუ ეგ არის უკვე რას ყვირი რომ მიშველე რა ხო და რა არის მედიაში ეს ხმა ყველაზე ნაკლებად ჩანს და მე ვთქვი რომ ეს ეხლა რასაც ამბობ ეს არის უმრავლესობის დამოკიდებულება ყველაზე ნაკლებად ეგ ისმის იმიტომ რომ აი თუნდაც ეხლა ეგ რო არის ხოლმე რა რომ აი შენ ბუნებრივად გიჩნდება მოთხოვნილება რომ აი რაღაც ხმა მოიღეთ ვიღაცამ რაღაცა თქვით რა რაღაცა ხდება სამთავრობო მედიები გამორინდა რაღაც სამ კომენტარს გამოარჩევენ რომ ფეხი რო იტკინა რომელი ფეხბურთელი იყო და რომ დაცინოდნენ კვარაზე იყო ეგ ხო რაღაცა 10000 კომენტარიდან 100 აუცილებლად იქნება ეგეთი ეგ ხო და აქეთაც და იქითაც აქეთან მხარე მაგრამ ამას გამოარჩევს ხოლმე რადიკალურ აქეთარფთას იქითა მხარე რადიკალურ იქითარფთას და სულაც ხნია რომ მარტო ეს ორია და შუა ის ხმა ყველაზე ნაკლებად ისმის ხოლმე რა თორე რა თქმა უნდა ეხლა ტრამვას რომ იღებს იმას დაცინვა ძალიან ისე წარმოაჩენენ რომ ყველა აი ეს ხარე ვინც მისგან რაღაც სიტყვის ყველა დაცინის ხო არა დაცინის მაგრამ ნახე მე მაგალითად ჩემი მეგობრები აღშფოთდნენ მაგაზე როგორ შეიძლება ეს მე მაგ ადამიანისაც მესმის ვინც გამწარებულია რა ვიღაცას მაკაცი დაუჭირეს ვიღაცას შვილი უცემეს და ანუ ეს ყველაფერი მოდის იქიდან რომ გამწარდა და რაღაცა ისეთ სტეპს წერს ამ კი ცუდია მაგრამ აი რაღაცა შევარდო და თითი არავის თითი არ გამიქნევია ეგეთისთვის რა იმიტომ რომ რაღაც იმ ადამიანებს მდგომარეობაში სულიერ მდგომარეობაში შევდივარ არასწორია ვიტყვი მაგას მაგრამ ყურს არ აუწევ იმიტომ რომ მესმის რასაც გზნობს ის და უსამართლობის განცდა უმეტესობა თვითონაც დარწმუნებული ვარ ბევრი შეიძლება მე მან თქვა აფექტის მომენტია ეგეთ რაღაცას როცა აკეთებ რა იმიტომ რომ ტრავმა მიიღო ვინც გინდა ის იყოს მithumetes კვარაზეა საუბარი ხო და არა ჩოლურ ფეხბურთელზე შეხვიდე მე და ეგეთ რაღაცები დაუწევო ძალიან ცუდი საქციელია ხო ტრავმის პრაგმატულად ცუდი საქციელია გარდა ადამიანურობისა პრაგმატულად რას აკეთებ ახლა მაგითი შენ ანუ რა შვები პირიქით აღიზიანებ ხო ისევ როგორც აი იყო რომ თქვა საპირისპირო აზრის მქონე ტიპებთან რომ შევარდნა თუ პირდაპირ ლაპარაკის დროს აი რაღაცა შეურაცხყოფით დაწყება საუბრის ან რაღაც ისე ლაპარაკი რომ ეცია შენ სულელი ხარ არაფერი არ იცი და ეხა მომისმინე მაგით ხო ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებ არა აზრი კარგი რაღაც ზონეზე ეხა გასაგებია რომ შეიძლება კობახიძეს არავინ არ ელაპარაკება და რომ არ უნდა იმასთან დაჯდომა და ლაპარაკი მაგრამ ადამიანები ხო ვართ ამ ქვეყანაში მეგობარს ველაპარაკებოდი და აი ტრაგედია რა არის დღევანდელი სიტუაციის ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი როდესაც ბავშვობის მეგობრები ის კი არა რომ კონფლიქტი აქვს ეხლა და არ ლაპარაკებენ ერთმანეთს მაგრამ იმდენად განსხვავებულ პოლუსზე აღმოჩნდნენ და იმდენად რაღაცა ფუნდამენტალურ ღირებულებებში სხვაობა აღმოჩნდა ამათ შორის
რომ აი 20-30 წელი რომ მეგობრები არიან, მეტიც. ცოტა უხერხულობა შემოვიდა ურთიერთობაში. ის არა რომ გაწყვიტეს ერთმანეთთან კავშირი და რაღაც, მაგრამ გროგრივე რო გზნობს, ხო იცი? რომ აი რაღაც უხერხულად არიან უკვე რა ერთმანეთთან ბავშვობიდან რომ ერთად არიან გაზრდილები, იმიტომ რომ აი იმდენად დიდი სხვაობა ეს რომ თქვა აქტიურობს და სულ ყვირის რაღაცას და ის ხმას არიღებს, ბევრი ისა. და ტრაგედია არისო რომ რაც არ უნდა მოხდესო ხო და რაც არ უნდა იყოს. წავიდა ეს თავრობა, არ წავიდა, დარჩა კიდე 4 წელი, არ დარჩა, ამ შნობა. ის ხალხი რომელთან ერთადაც გვიწევს ყოფნა და ცხოვრება. ხო ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ხო? და არ არის ცოტა იქიდან მხარესაც, არ არის ცოტა აქედან მხარესაც, არ არის ცოტა ასე ვთქვათ შუაშიც, ხო? და გამოდის რომ ყველას აქვს ერთმანეთთან რაღაცა ძალიან დიდი სხვაობა აღმოჩნდა ღირებულებითი რაღაცეებში. ანუ ვიღაცისთვის მაგალითად მიუღებელია ის რომ ჩუმად იყოს, როდესაც ხედავს როგორ ძალადობს სახელმწიფო ადამიანზე, ვიღაცისთვის მისაღებია რომ ჩუმად იყოს და ვიღაცა პირიქით იქით მხარეს ყვირის რომ კაია ურტყით. ხო, მაგრამ მანდ მე პრობლემას ავსხედავ, ვიცი, უბრალოდ სხვადასხვა სურათებს უყურებ. მაგას ვამბობ, ხო, მაგრამ ეგ მოიტანა. არ მგონია რომ ესე გამსხვავდება. არა, ხო, კი, იმიტომ რომ მანდ მიდის ახლა ის რომ კაცის ცემა, ანუ შეიძლება მაგრამ ის ადამიანი რომელიც მაგას გეუბნება რომ კარგია იმას რომ ურტყამენო. იმას აქვს ის მომენტი რომ იმას დააჯერეს რომ აქეთა მხარეს დგანან უსამშობლო სახელმწიფოს მოღალატეები ქვეყნის, ხო? ლიბერასტი, ფაშისტები ყველა უსამშობლოები და ესენი არიან სახელმწიფოს მტრები. და მაგ ტიპს დააჯერეს ეგ. შეიძლება ვიღაცას არ ჯერა ბოლომდე, მაგრამ თავს აჯერებს, იმიტომ რომ გააправოს ამითი თავისი სიმპათიები აქეთა მხარეს ქართული ოცნების მიმართ სიტყვაზე და იმის მიმართ რომ ეხლა რაღაცა ბიზნესი აქვს სიტყვაზე და ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ ეშინია რომ ბიზნესი არ წაართვა. სიტყვაზე რა, ამით იპრავებს თავს. და ეგეთი რაღაცა ხდება, მაგრამ ესეც სურათი რომ შეუქმნეს, თქვათ ამ ხალხს, აქეთ ხალხს, შუაში ყველა მნიშვნელობა აქვს, ხო? თქვათ რომ ყველა თქვათ რაღაცა დონეზე პროპაგანდის მსხვერპლია, ხო? აქეთაც მდგომი, იქითაც მდგომი, შუაშიც მდგომი. ხო, ფაქტია რომ ეგეთი სიტუაციაა. მე იმას კი არ ვამბობ რომ კიდე თუ რა ვიღაცა ცუდია, ვიღაცა კარგია. ფაქტია რომ ძალიან დიდი სხვაობა გაიჩითა უკვე ტიპებს შორის, ადამიანებს შორის რა. და ძალიან ძნელი გახდება, რაც უფრო დრო გავა, თუ ასე გაგრძელდა, რაც უფრო დრო გავა, კიდევ უფრო ძნელი გახდება ადამიანებს შორის უკვე ურთიერთობა, ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან ტიპები. ხო, ეხა ფაშისტური ეძახიო რაღაცას და ის აქედან გამყიდველს გეძახის და მოღალატეს. ხო, მონა და ხო, აი არა უკვე ძალიან დავშორდით ერთმანეთს ადამიანები და რაც დრო გავა, ძალიან გაჭირდება ეს თანაცხოვრება რა და ცუდის გარდა არაფერს არ მოიხსნა. მედიის როლზე მაგით თქვა, ხო? მაგრამ მე სწორად გავიგე, ანუ მედიის როლი მაგაში უდიდესია. 2012 წლიდან ხო, სხვადასხვა მაგით ხედავთ რა. ხო, ანუ ეს ბზარი დაიწყო 2012 წელს და აი როგორ გაიხლიჩა იცი, ანუ აი ყოველი ახალი წელი უფრო და უფრო პოლუსები შორდება. განსაკუთრებით მე რასაც ვავტყობ 2018-დან დაიწყო ეგ ყველაფერი რა. აი როდესაც უკვე საერთოდ ერთმანეთის ტელევიზიებში გადაწყვიტეს რომ აღარ ეარათ. გვიცით ხო რომ იქითაც ორივე ტელევიზია, ორივე მხარეებია ხო ვიცით. ერთმანეთთან რომ აღარ დადიან უკვე ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. გადავიდა ეს ყველაფერი საზოგადოებაზე, რომ უკვე ხალხი აღარ ელაპარაკება ერთმანეთს. და მე უკვე რა მივიღეთ, იცი რომ უკვე ერთმანეთს არ ელაპარაკება კი არა, ვიღაცები ვინც ელაპარაკებიან ერთმანეთს. და მარტო ერთმანეთს არა, თქვა შენ, სხვები, რომლებიც კამერის მეშვეობით ლაპარაკობენ, ხო? ან ერთმანეთს როცა ელაპარაკებიან ადამიანები არ უსმენენ. ერთმანეთს აღარ უსმენენ უკვე საერთოდ. ანუ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს საერთოდ არ იგებს ის რას ეუბნება. და ის არ იგებს ეს რას ეუბნება. ეს სიტყვები შედის კურსში და გამოვიდა მორჩა. მაგას კულტურა. არა, რატო იცი კულტურაზე არა, რატო არ უსმენენ, იცი? ამ ტიპს უკვე წინასწარ სანამ შენ პირს გააღებ, შენზე ჩამოყალიბებული აქვს უკვე შეხედულება რა. ამან იცის რომ შენ ხარ რაც არ უნდა თქვა იტყუები. ამან იცის რომ შენ რაც არ უნდა უთხრა ახლა ამ ტიპს. აზრს ვერ შეაცვლევინებ. არც დაფიქრდება, იმიტომ რომ შენი რაც არ უნდა თქვა, ყველაფერს არაფერს არ აქვს. ჯერა თქვენ გიყურებთ და რომ თქვენს უკან რაღაცებთან გაფინანსებენ და აზრი უნდა ელაპარაკო, აზრი აქვს. TikTok-ზე შენ ხვდა მოჭრილი ფრაგმენტები და შენო ამას ხო მე მიწერს. შენო ამას ხო იმიტყვა, აკეთებ რომ გაიყარო შენი ადგილი და პრომეტი სპონსორი მოიზიდო და რაღაც. მე რომელიც უსპონსოროდ გავედით მაგ და არც ერთ სპონსორს არ უნდა, აი ეგეთ პოლიტიკურ ასპარეზზე იყო, იმიტომ რომ შენ სხვა რაღაცის გამო პირიქით ეს გაზარალებს. მაგას ვერ ხვდები, მე მაზარალებს რეალურად ეხლა რას ვაკეთებ. მაგრამ გაჩვენებასაც არ ვაპირებ რა, ანუ თუ ესეა საჭირო, ესე იყოს მაშინ. და მედიასაც შეეხება, აი სულ მაგაზე გული მწყდებოდა, რომ დამოუკიდებელი მედია რო არ გვყავს რა და ეგ ძალიან ბევრი რამის ბრალია. ალბათ იმის ბრალიც არის, რომ ადამიანები, რომლებიც აი ჟურნალისტიკაზე სწავლობენ თქვა სიტყვაზე, მათი ერთადერთი გამოსავალი რომ აი ამ სფეროში ფეხი შედგან, აი რომ აი ამ ტელევიზიებში უნდა იმუშაონ. ანუ დამოუკიდებლად ვიღაცამ რომ რატო არ შეიძლება თუ
თუნდაც რომ დამოუკიდებელ ან რამე გრანტი მოიპოვო ან რაღაცა დაიწყო რაღაცა ელემენტარული დონაციებით რომ აი მეგობრებო დამოუკიდებელი რაღაცა იმის შექმნა მინდა და დამეხმარეთ აი რაღაცა მცდელობა რომ შენ იყო დამოუკიდებელი და ობიექტურად გააშხო ის მხარეს თქვა ეს ეგ რო გაეკეთებინა ვინმეს დღეს დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებული იქნება კავკასია რატომღაც არ არის მაგის არანაირი სურვილი და ადამიანები რომლებიც აი ახალგაზრდები არიან და უნდათ რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგან ამ სფეროში ან მიდიან ერთ პოლუსში ან მეორე პოლუსში და მაგიტო ვიღებთ ამ იმას რა ქვია ბიჭო ნახე ხო ქვეყანაში ახლა ქვეყნის მდგომარეობაც შვება მაგას რა ეკონომიკური მდგომარეობა რა ახლა ამერიკა შეგიძლია გააკეთო და თუნდაც YouTube იმდეს გადაგიხდის რომ რაღაცა იცხოვრე YouTube ხო მაგრამ ტელევიზია ამერიკას არაა დამოუკიდებელი არა ტელევიზიები იდეაში ასად ან დემოკრატების არის ასად ხო ის ასად არა მე ვერ ვიტყვი რომ ეს ამერიკაში არქი არის რომელიც აი ამერიკაში თქვა არის CNN-ის სიტყვაზე რომელიც არის ლიბერალური დემოკრატების მხარესაა თან საზღვრად NBC რომელიც აკეთა აქეთ Fox-ი სიტყვაზე და ძალიან მძლავრი ტელევიზიებია ხო მაგრამ ნუ აი აბსოლუტურად მიკერძოებული მაგრამ იქაური პოლიტიკური ჩენელები ვისაც აქვს YouTube-ერები ისინი ძალიან დიდები და გავლენიანები გახდნენ და ანუ YouTube-ი უხდის დონაციები აქვს რაღაცა დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია ჩვენთან ამას შვებია იო იცი როგორ მომენტია ჩვენც ვერ ვიყავით ხო დამოუკიდებლები რაღაც პერიოდ YouTube-ზე რომ შემოვდგით ფეხი უფასოდ და ენთუზიაზმზე და რა ანუ აქ მომენტი არის ის რომ გინდოდეს ჩემი აზრით და დანარჩენს მოიყვან და მოიტანელნელა რა. შენ რო არჩევანი გიდგას რომ აბა მე წავალ რაღაც ხელფასზე იმეჯი დავდგები და მიკროფონს ავიღებ და ამაში ხედავ რომ შენ ჟურნალისტური კარიერა ესე კარგად წავა, დაღუპული ხარ ჩემი აზრით რა. ვერაფერი შენგან კარგი ვერ გამო. უნარებს აითვისებ, კამერასთან ურთიერთობას ისწავლი, მაგრამ იქნები მატყუარა პროპაგანდისტი. და როდესაც გინდა რომ აი მაგიტომ მიყვარს ეს პლატფორმა მე რეალურად და მაგიტომ რა ვიცი ტელევიზიაში იმეჯიც ნამუშევარი მაქვს და აგერ რამდენი წელი თამაშები მიყავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად, ყველაზე თავისუფლად და სხვათა შორის შემოსავლიანადაც თუ მაგაზე მიდგება ლაპარაკი YouTube-ზე გზნობ თავს და მაგიტომ დღეს იმდენი პლატფორმა თუ რამეს ვერ აკეთებ შენი ბრალია უკვე რა და როცა გინდა რომ ტელევიზიაში შეხიზნო აუცილებლად და იქიდან აკეთო არა რაღაცა დამოუკიდებელის გაკეთება როცა დღეს უცელდება ყველანაირი ინფორმაცია ჯალათების რტყმა იქნებოდა რითი გავრცელდა ყველაფერი იმით არის 4 კაშია გადაღებული ტელეფონია ხო რომელიც საოცარ გამოსახულებას გაძლევს და ძალიან ბევრი იუთუბერი რომელიც ტელეფონით იღებს ხო ანუ არ ჯდება ეგეთი ძვირიც. სხვათა შორის მომრავლდა ეხლა შენ ეხლა გამოვხსენდა და უკვირდი პოლიტიკური ჩენელები მომრავლდა რამდენიმე არის. ხო. ხო და დაგვიანებულია რა მაგას ვამბობ. ანუ უფრო მეტი შეიძლებოდა. ანრი არის მაგალითად კურტანიძე. კი ბატონო, ანრი აკეთებდა ძალიან დიდი ხნის წინ პოდკასტის მინდა მოწვა და კიდე არის რამდენიმე პოდკასტი რომელიც უკვე პოლიტიკაზე ლაპარაკობს რაღაცები წამოვიდა ხო. ალბათ იმიტომ რომ უკვე ძალიან მოთხოვნა გაჩნდა. არ ვარ ალტერნატიულ ხმაზე და ორი პოლუსი რო არ იყოს უკვე. არ ვარ გარანტირებული არ არის რასაკვირველი ის რომ YouTube-ზე ტიპი შეიძლება არ იყოს ასევე მიკერძოებული, რა თქმა უნდა. ბიჭო, მიკერძოებული იყოს. ხო 100% მიკერძოებული ვერ იქნება. ხო, მიკერძოებული იყოს ნებისმიერი იქით აქეთ აქ მნიშვნელობა. ხარე იყოს, კაცო, იყოს მიკერძოებული. თავარია რომ ფულს არ უხდიდნენ რომ ასე ლაპარაკოს. ხო. თვითონ თუ ჯერა იმისი, კაცო, ილაპარაკოს, სიტყვის თავისუფლება ეგაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაც უნდა ის თქვას და ბოლომდე დავიცავ მაგას მეც და ესე ზარწმუნებული ვარ შენც და ყველა რომ ნებისმიერ ადამიანს რაც უნდა ის უნდა ილაპარაკოს. თუ აზრი მოიხარშა თავში, უნდა კონდეს ადამიანს უფლება რომ ის აზრი პირითაც თქვას. შეიძლება ის ადამიანი გულით ფიქრობს ესე. მე მაგასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, სულ რომ ჩემგან 100% განსხვავებული მოსაზრება ქონდეს. პირიქით საინტერესოა ჩემთვის. ეგ უფრო მაინტერესებს. აბა მე და კალა რომ დავძეთ და ერთმანეთს რა ბოდიში ჭუჭუწელვა არის რა რომ ერთმანეთს ვეთანხმებით რაღაცეებში და აბა ეს და ლაპარაკობთ. ის მირჩევნია რომ ვიღაცამ აბა იქ დამანახოს. იქ ხო რაღაცა ხო კიდევ ეთანხმებით. აბა ეხლა ჩვენ არა ეხლა უფრო ბჯელობა გვაქვს ჩვენ. მე გეუბნები როდესაც ორივე სამივე ვთქვათ რაღაცას რომ თანხმდებით და აი ზივართ და ყოფილები ლაპარაკობთ. აგულიანებთ. ხო, ერთმანეთს აგულიანებთ. რა საინტერესოა პოლარულ არხებზე აცხდა. ხო. არ არის მას ვამბობ. საინტერესოა დავთვალოთ. საინტერესოა რომ რაღაც მეუბნება ტიპი ისეც რაც შეიძლება არ მიფიქრია მე და რაღაც თავიდან შეიძლება დავინახო სხვანაირად შევხედო და რაღაც. მაგიტო ეგ კაია, მაგრამ თუ ტიპი ფულს იღებს, არ ჯერა ამისი. მაგრამ ფულს იღებს და იმიტომ ლაპარაკობს ამას. მანდ პრობლემაა. ან აჯერებს თავს. აჯერებს და აჯერებს. ეგეც ხდება ხოლმე. ეგეთებს ვიცით ახლა და ეგეთი ხალხი არსებობს ქართულ რეალობაში. ჩვენი გადაცემა რითიც დაიწყო რა. ანუ ხო რაღაცა ციფრებზე გავედით და რაღაცა აუდიტორია გვყავს. რითი რა გქონდა ახლა ჩვენ ისეთი რომ აი ნახე ხა ამა თავიდანვე იმდენი რაღაცა ქონდათ რომ ახლა ამაც ჩვენ რანაირად დაუდგებით ტექნიკურად. ვებკამერით რაღაცა რა მიკროფონი გვედო ბლუეტის რაღაც ერთი თელხმას რო იღებდა რა თელ ოთახს ეგეთი ყვა და ვილაპარაკებ სახში ამასთან ხო იმიტომ რომ
იმიტომ რომ ესე თავისუფლად ვიგრძენით თავი და დამოუკიდებლად. ვერავინ არ ჩაგუძახებდა რომ ტატო იცი რა ისე ნეგრო თქვი, რაღაცა არ მომეწონა. ანუ ხო და მაგის სურვილი არ იყო. ამ 12 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კრიზისი სადაც არის ის რომ ეგეთი ჩენელები არ იყო და კარგია თუ გამოჩნდებიან YouTube-ი კარგი პლატფორმა, TikTok-ზე უფრო ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები, მაგრამ მგონია რომ YouTube-ერ ტელევიზიის ალტერნატივა მთავარი და ხო, მე მგონია რომ მარტო ეს არის იმედი, ალტერნატიული მედია თუ არ გაჩნდა და მოძლიერ და ესე აზრი არ ექნება, რა ეს ტელევიზიის სისტემა იქნებიან. ალტერნატიული მედია სავარაუდოდ სწორედ YouTube-ზე უნდა იყოს, ხომ თუ ტელევიზია შეუძლებელია რომ მიკერძო აი ხა ნებისმიერმა ადამიანმა ტელევიზიას დიდი ფული ჭირდება და ნებისმიერ დიდი ადამიანი რომელსაც დიდი ფული აქვს, რო გააკეთებს ხა ტელევიზიას, ის ახან აკეთებს ამ ტელევიზიას უკვე წინასწარ იცი რომ რომელიღაცა მხარეს არის მომხრობელი ყდალავარიანში. ის ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ უბრალოდ თავისუფალი მედიის ტელევიზიაში ვინც არ იცის კიდე აკეთებს იგულისხმობს რომ ეს ბიზნესი არ არის, ჩვენთან არ არის ბიზნესი. ანუ მილიონებს ყოველ თვე დებ და ესე ყველა მაშინ მიბმული იყო პოლიტიკურ პარტიას. სარგებელი თუ არა გაქვს, ხო. ამიტომ ხო, ეხლა რო გააკეთო შენ რაღაც ტელევიზია, რომელიც არ გაქვს მართლა ბაზარი ისეთი რომ ტელევიზია მიმხელა შემოსავალი მოიტანოს მე რომ შენ გიღირდეს უბრალოდ ტელევიზიის გაკეთება. აქ არ არის ეგ, აქ თუ აკეთებ ტელევიზიას განსაკუთრებით ისეთ საინფორმაციო გამოშვებები გადის და პოლიტიკაზე მედის ლაპარაკი, აბსოლუტურად იმის გამო აკეთებ რომ რომელიღაცა პარტიაზე ან იდეოლოგიაზე როგორც მინიმუმ ხარ მიბმული რა. ხო. რა თემაზე მინდა გადავსვლა იცი რომ თქვენ ახლა თქვენი მაყურებლების ძალიან დიდი ნაწილი არის შეიძლება რომ ჩვენი შემდეგი თაობა დავარქოთ რა 40 წლთან ახლოს ვართ ყველანია შემდეგი წლის ხა შენ არა ხო ჯერ მე 31-ის ვარ 31-ის მე 40-ის ვარ და ვინც გიყურებთ არის 38-ის 38 ხო და უფრო აი რაღაც 16-15 წლის ეს თაობაც გიყურებთ რა და ხშირი კონტაქტი გაქვთ მეტად ეს თქვენ ხა ისეთი გახსნილი ურთიერთობა გაქვთ თქვენ აუდიტორიასთან და რაღაც აი ჩვენ თაობასთან და ამ თაობას შორის ამის ხოვებას ხედავ დღეს მე მგონია რომ აი რეალურად ქვეყნის ცვლილება ახალი თაობა თუ მოიტანს რა ჩვენ თაობა რა ვქენთ ეს არის რა იცი რა არ ვიცი ახალი თაობა მოიტანს უფრო ატანისტებზე ამბობ ხა ეს პატარა უფრო სტუდენტების თაობა არის 20 წელი 20-ზე მეტი არის უფრო მე მგონი ხო აი ისე ხო 20 წელსაც შეიძლება 20 წელსაც უწოდო უკერავ შემდეგი თაობაა რა ჩვენი გადმოსახედი ჯენზი იცი არ ვიცი მე აი ხა აქციებსაც რო უყურებ რა რაც ხდება რუსთაველზე გინდა მართული დაუძახი გინდა ძო ესე ყოველთვის მართულია რაღაც აქცია მაგრამ ასეთები არ ყოფილა რომ ვიღაცა არ გამოდის და არქივის მეგაფონში და ისტერიკები რო ხდება რამდენჯერ ყოფილა რომ წავს უვარ რაღაც გასაპროტესტება და კივილი დაუწყე ვიღაცას და ეგრევე წამოსულა ხო ნუ აი გახარ მაშინ ესე იგი კივილს ემხრობით გიჩვენია წამოხვიდა ძალიან ბანალურად რო თქვა რაღაცა თაობის ტიპები 20 წლამდე ვინც ეხლა ცოტა სხვანაირად რაღაც უფრო კრეატიული პროტესტები არის რაღაცებს ცდილობენ რაღაც სხვადასხვანაირად გამოხატონ ისეთ თქმაც უნდათ და უფრო გამოზდით ვიდრე ჩვენ გამოგდიოდა ხოლმე ჩვენ თაობას. ტიპები არიან ცოტა სხვანაირით, ან უფრო გახსნილი ტიპები არიან, ბევრად ეხლა მე მაყურებელს რო თავი გაანებო, ისედაც სტუდენტებთან შეხვედრებზეც ყოფილ ვართ და აქციებზეც მილაპარაკია შედარებით ახალგაზრდა, ანუ 20-22 წლის ბიჭებთან თუ გოგოებთან და სხვანაირად აღიქვამენ ისინი და სხვანაირად უყურებენ ამ ცხოვრებას, ვიდრე მე როცა 20 წლის ვიყავი, რა მე 20 წლის ვიყავი 2004-ში. ან 90-იანები მქონდა თინეიჯერობის პერიოდი გამოვიდა 90-იანებში. ქურდული სამყაროს იდეოლოგიით ვიყავით გაჟღენთილი ყველა. ანუ მე იყავი თუ არ იყავი იმ სამყაროს ნაწილი, მაგაზე არა. რეალობა იყო ეგეთი რა. ყველა მიცოდა რომ წითელი არის ბოზური ფერი. რატომ კაცე? ყველა ვიცოდით ეგ. რატო ბევრმა არ ვიცოდა, არც მე არ ვიცოდი თავი, ძალიან დიდი ხანი არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდიო წითელი ბოზური ფერი. რატო იყო არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდიო წითელი, რა ქვია, მოწმე კი არა და რუსულად როგორ არა მოწმე კაცო. მოწმე არა. მოწმე ხო და თვალი კაცი. უვერენიც ვერ უნდა ყოფილიყო, უვერენი თუ ხარ ას ქვია უვერენი ხარ ძმაო ანუ აი შეგიჟე რა პირველად გავიგე ჭკბაჩაო მივარ უვერენიზე ხო უვერენი რატო ვარ ეგ ო ანუ აი მეც ხო მე იმაში ვიყავი რაღაცა მოუშტერდი თან კონფლიქტი იყო აქციაზე რომ წახვიდოდი აი თქვა რაღაცა შეორნაძე დროსაც კი ვარ ყოფი აქციებზე ანუ რომ მიხვიდოდი მე სამ სახში რომ ხვიდოდი ტელევიზორს ჩართავდი რა მოხდა ახალი არ იცოდი რა ხო და წარმოიდგინე ამ რეალო ამ იმაში ან იქაც ხვიდოდა ის სარგესმოდა არავინ იმაში ვიყავით გაზდილები ტიპები რა რო აი რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი იდეოლოგიის ისინი ჩვენ ან ბავშვისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იდეოლოგია იყო ეგ მაგრამ იცო წესები იყო ანუ პირდაპირ ამ რეალობაში იბადებოდია თითქოს იცოდი რომ ეს ესეა ძმაო და ეს ტიპი რომელიც დაიბადა 2002-ში სიტყვაზე
სულ სხვა რეალობაშია გაზრდილი რა, მით უმეტეს ინტერნეტის ეპოქაში უკვე და ხელმისაწვდომია ამ ტიპისთვის ინფორმაცია, რაც ჩემთვის და ჩემი თაობის ტიპებისთვის იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა მარტივად მოგეპოვებინა ან რაღაცა გაგეგო. მუსიკის მოსმენა რომ მინდოდა რაღაცის, უნდა მეყიდა, უნდა მეშოვა თბილისში დისკი. მე კიდე კასეტებიც იყო ჯერ VHS ირაშუაშია და ის ჯობე კასეტები რა. Grand Funk Railroad-ი მაგალითად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბენდია და ჩემი ბიძაშვილის ქმარმა უბრალოდ ერთხელ რაღაცა ნასვამი იყო და Pink Floyd-ს თუ რაღაც უსმენდი და რაღაც მომიყვა რომ ეგეთ ბენდი იყო, სახრე არ მახსოვსო და cover-ი იყო ალბომის ესეთიო და 4 კუბო იყო და რო გადაშლიდი 4 ტიპი იყო, გადაშლიდიო ყვავილებელაგად, გადაშლიდიო იმას იწუნან დახურული კუბო იყო. მენდი სახელი არ ახსოვს და შემთხვევით გრიბოედოვის თეატრთან რამდენიმე თვის მერე ეს დისკებს უყურებდი და დავინახე 4 კუბო. ნუ მაგითი რამდენიმე თვის მერე წავიღე მე სახში და სანამ სახში არ მივედი და არ ჩავდე იმაში ანუ ვერ მოусმენდი ფიზიკურად რა არ ვიცოდი საერთოდ დღეს შეხა შემიძლია რაღაც ბენდს რომ მეტყვი Spotify-ზე შევალ ეგრევე მოусმენ ან YouTube-ზე შევალ და მოусმენ ანუ ეს მუსიკის ამბავშიც როგორი რთული იყო და ჩემ პერიოდში კიდე გაადვილებული იყო მამაც ჩემის პერიოდთან შედარებით სანამ სუხიშვილებმა მეგობრძმაკაცი იყო ბერიძე ერთ-ერთი სუხიშვილის მაგას შემოქონდა სანამ Beatles-ი არ ჩამოიტანეს ახლა არ იცოდნენ რა მართალია მალე ჩამოიტანა იმან Beatles-ის პირველი ალბომი 63-ში რომ გამოვიდა და მე მგონი 64-ში ჩამოიტანეს თუ რაღაც მაგრამ იქამდე არ იცოდნენ საერთოდ ხო? ის გადაობა იყო ერთი რომ რაღაც უსმენდნენ და Beatles პირველად Hard Day's Night იყო თუ არ ვცდები პირველი ალბომი რა ბერიძემ ჩამოიტანა და მამაჩემის ოჯახში რა ვაკეში უსმენდნენ სახში იმაში ბებია ჩემს აცხოვრობდა და მოვიდა ამათი მეგობარი თუ არ ვცდები უნდა სახელი უნდა თქვა თუ არ ვცდები იყო კაციტაძე გიორგი კაციტაძის მამა ვერა და რომ მოусმინა თავიდან Beatles ამას ორერა ჯობიაო კაცო ბევრადო Beatles-ზე რა არის ამას ორერა ბევრად ჯობია პირველ ალბომს ჯობდა შეიძლება მე გაიქაჩნდა როგორც მახსოვს პირველი ალბომი Hard Day's Night არის და Hard Day's Night-ში Hard Day's Night არის სიმღერა და აი სიმღერაა ძალიან ყველაფერს თავი გაანა ნუ კი ლავმიდუცაა მე მგონია ცუდია მაგრამ ნუ Beatles-ია რა და ანუ იმათთან შედარებით მარტივი იყო მაგრამ დღეს ამ თაობას რაღაც საშუალებაც აქვს ინფორმაცია მიიღოს და რა მარტივადაც ხო ანუ შედარება არა და მაგით ვიღებთ იმას რომ უფრო გონება გახსნილი ტიპები არიან და ბევრად უფრო ადეკვატურად აღიქვამენ რაღაცებს ვიდრე მე აღვიქვამდი ამათ ასაკში და ბევრად უფრო კიდე ბევრად კარგი. კი. და კრიტიკულად აზროვნებენ რა. ხო. რასაც ვატყობ, კრიტიკულად აზროვნებენ. ესეთი ავტორიტეტები აღარ ყავთ რა. ხო, არ ყავთ და თავისუფლები არიან რა და ეს ხიჩატეხილობის და მამათაშვილთა დაპირისპირება სულ იყო, ხო, მაგრამ ეხლა აი ამ ორ ეპოქას შორის იმხელა სხვაობა დაჯდა, რაც სტატომ თქვა და რაც ახლა, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ მე მახსოვს ბავშვობაში სკოლაში დავდიოდი, ჰარი პოტერი ითვლებოდა, რომ ეს არის სატანისტური და ეშმაკისეულია. როგორ მეგობრობაზე, სიყვარულზე, კეთილმეზრიან ბოროტსაზე, ანუ ყველაფერი ამაზეა და იმიტომ იყო სატანისტური, რომ ზედაპირული შეხედულებით თუ დაინახეს ვიღაცა ცოცხლზე რო ზის, მორჩა. და ეგ არის რა, აი უფროს თაობას, აი მე ანალიზის უნარს ვთხოვენ, აი ახალგაზრდებს. მაგათ შეგახსენებთ, რომ უნებოდნე თქვენ სატანისტები ხართ, იმიტომ რომ ჰარი პოტერს უყურებთ. მე უკეთესი მახსოვს დავინჩის კოდი რო გადიოდა. დავინჩის კოდი რუსთავი ორზე იყო, რომ მან დარწახვიდეთო. სატანისტები კი არა, შენ არ ვიცი გახსოვს თუ არა პატარა იყო. მაკდონალდსი იყო ეგა. მაკდონალდსი შემოდიოდა, იყო ისა რა, სატანისტური. რო ასე ქვია ხინკალი გქონდა. მე არ გამოჩნდა რომ სატანისტურია, აგერ ყავის აქცია რო დაასვეს იმას, რა აქცია. მე მახსოვს და ის ემირქებია და რაღაც დავინჩის კოდზე რო იყო ამბავი ატეხილი ჩემ ადამ საიდანღაც გაჩიტა წიგნი რუსულად გააძრო რაღაცა უბედური წიგნი იყო თან ჟურნალის იმაზე იყო ჟურნალისტზე იყო რა წიგნის არ გავდა ჟურნალი გეგონებოდა და ნუ წავიკითხე ნუ მესმის ეხა ვიღაცა ტიპი რატო გაბრაზდებოდა ამაზე გავიგე რატო შეიძლება და ვიღაცა გაბრაზებულიყო ამაზე მაგრამ იყო პროტესტი რო კინო რო გადაიღეს მე უკვე Tom Hanks-ს ამაშობს და ოდრიტატუ ხო მაგრამ და გადის და პროტესტია რუსთაველის თეატრთან და ტიპს ეკითხებიან ჟურნალისტი ეკითხება რომ რატო აპროტესტებთო და იმიტომ რომ ესეთი პრეხელობა არისო ეს ფილმიო და დანახი გაქვთო ფილმიო არაო წიგნიო წაკითხული გაქვთო არაო უყურებდი ამ მე რას აპროტესტებს რა იცი ვიღაცამ რახან გითხრა პროსტა წიგნი არ წაგიკითხავს ფილმს ნახე როგორ გიქნება ეხა გამოვიდა ხო ვიღაცამ რახან მოგიყვარო ესეა, ესე ავტომატურად დაიჯერე და გამოვარდა. ანუ შეიძლება რაღაც დაიჯერო, მაგრამ იმდანაც რო იჯერებ, პროტესტზე გარბიხარ მე. წიგნი მაინც თუ იმაშვები რომ მაგდენს იმაშვები რომ სახლიდან უნდა გავიდე ხა და გავაპროტესტო, რაღაცები თითები ვიქნა და ტელევიზიაში ინტერვიუ მივცე რომ ო ეს ცუდია, წიგნი მაინც აიკითხე მანამდე კაცო რომ რაღაცა
ის კონდეს. ხომ არა, წიგნი რო წაიკითხოს, მე მოექცევა გავლენების ქვეშ და აღარ გააპროტესტებს. ანუ საწამლავიაო, ესე მართლა გეუბნები. ჰარი პოტერზე? მაგ იმაზე, ხა დავინჩის კოდზე ტელევიზორში მახსოვს აქცია ისინი იყო რა, დაგმობები. როცა ვიცი რომ საწამლავიაო რაღაცა რატო ავიღებ და რატო მივიღებო. ამიტომ არ იღებდა ეს ხალხი და ჯეობარს აპროტესტებდნენ. და მამაუები და რაღაცა იყო, ჯეობარი აიგზავნოს. მაგ ხალხი არ ვიცი რამდენად, მაგრამ ვიღაცები შეიძლება თავის ბავშვებს უკითხავდნენ იმას, გარგანტუა და პანტაგრუელს სიტყვაზე. რომელიც ბავშვობა, რატომღაც ბავშვების ნაწარმოება დითვლება და თუ ცოტა დაუკვირდებია წაიკითხავ, მაგაზინი მკრეხელობა შეიძლება არ დაწერილა ისტორიაში. მაგ ციგზე დიდი მკრეხელობა. იმედიანად ხართ? წავიდეთ ბოლოსკენ. რა იქნება? იცი რა არის? ბოლო პერიოდში იმედი და ოცნება ეგ სიტყვები ცოტა იმას მშვება ხოლმე. უკვე რაღაცა პატარა იმპულსი მაქვს ტვინში უხერხული. ტრამპს ველოდებით, ვიცი ხო ველოდებით, საინტერესოა. მე უკვე რაღაც პერიოდი როგორ ვიყავ ვიცი. ტრამპს ხო შეს 20 იანვარს არის ხო? ხო. თურმე პირველი მაგას აკირებს, რომ აი შევა 20 იანვარსვე მოაგვარებს. ჩვენი საკითხი უდევს. ანუ არ იფიქროთ, რომ 21-ში გადაიდება ეგ თემა, ან ერთი კვირით შეიძლება პირდაპირ შევა თუ არა, ყავას დალეს. ყვიას ხوارემ თქვა 20 ეგ არის. ჩემთვის მე ვნახოთ კალენდარი. ჩემთვის ახლა არის ეგ საინტერესო პროცესია. რასაც ვხედავ არის ის, რომ აქ ვილაპარაკე ამაზეც მე და ამას. ეთერშიც მე მგონი რომ რაღაცა ცხოვრობთ გაურკვეველი რეალობის ეპოქაში ცხოვრობთ რა უკვე თითქოს წაშლილია ყველანაირი ზღვარი რეალობასა და ტყუილს შორის ანუ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რეალობა რა არის თავარია შენ ვისი გჯერა რეალურად რა მოხდა მაგას მნიშვნელობა არ აქვს თავარია იმ ტელევიზიამ ან იმ პოლიტიკოსმა რომელსაც შენ უსმენ და გჯერა რა გითხრა და მაგით აღიქმნება მე მაგით დგება მე რეალობა და ეგეც ხო გამოთქმაც ხო არის ეგეთი რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამბობს რაღაცას, რეალობა ისაა, რასაც ეს ადამიანები ამბობენ, ხო? ხო. შეიძლება რეალურად სხვა რაღაც მოხდა, მაგრამ ახლა 15000 ადამიანი თუ ამბობს რაღაცას და შენ ერთი ხარ და იცი რომ რაღაც სხვა მოხდა, არ არის ეს რეალობა. სოციალური ექსპერიმენტებია გაკეთებული, მაგაზე ძალიან ბევრი. რა იყო რაღაც მარტივი ის იყო სამჯერ სამი რამდენი რაღაცა და მაგას ყველა რომ ამბობს რომ 8 არის და რაღაცა და ესე რომ გესო იწაბება ნელ-ნელა რომ ის 8 არის. და ბოლოს და ამბობს რომ 8 არის, ისიც არ 15000 ერთზე კი არ არის 3 კაცის ხედან და 2 რო ამბობს ჯოხები როა. გძელზე რო ამბობენ რომ მოკლეაო და ეს ტიპი ძალიან პრიმიტიულ რაღაცებზე. ანუ ბევრნაირი ის არის ეგეთი და მაგით უნიშნულობა აღარ აქვს, თითქოს რეალობა რა არის. ამიტომ არ ვიცი ამდენად დიდი აზრი აქვს დალოდებას ტრამპის თუ არა, მაგრამ მაინტერესებს, საინტერესო, ანუ მაგ თვალსაზრისით ჩემთვის საინტერესო პროცესია. მე არ მაინტერესებს ეგ, ანუ აზრი, ანუ არა, მე სხვა რამეს გეუბნები, კაცო, იმიტომ ტრამპი გაინტერესებს რასიზმს და არა ესენი რასიზმენ ტრამპის. არა, ზოგადად პროცესი მაინტერესებს, რა, საინტერესოა, რა, რა მოხდება და მე აქედან რა პასუხი იქნება. მე გეტყვი რა მოხდება, ტრამპი წნეხს ვერ გაუძლებს ნაციონალური მოძრაობის გამოვა და აიშევს იმ ხარეს, რომელსაც, იმიტომ რომ ძალიან ესეთი გლობალური პარტიის ხარეს აიშევს. გლობალური პარტიის ხარეს, იმიტომ რომ არ არსებობს რამე, რისი გაპრობებაც არ შეიძლება. უბრალოდ ამის სურვილი არ უნდა გქონდეს და დღეს იყო მაგარი, ესპანეთმა და იტალიამ რო ვერ გაუძლეს წნეხს. წნეხს ვერ გაუძლეს, ხო? ხო და მაგას ვამბობ რა. ეგ იყო ერთ-ერთი ინსპირაცია ამ იმისიც დაჟე მორიგი, მე მილიონე. რომ რეალობას მნიშვნელობა აღარ აქვს რა. ანუ თავარია რა სიტყვი და რა სიტყვის ის ადამიანი, რომელსაც შენ გჯერა. მაგიტო არანაირი აზრი ესე ვიღაცის დავლოდებას არ აქვს ჩემი აზრით, მაგრამ უბრალოდ საინტერესოა. და ადრე მქონდა მიდგომა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და თქმა მის მაკალასთვისაზე ისედაც რომ არჩევნებზე არც დავდიოდი საერთოდ არ მაინტერესებდა რა, იმიტომ რომ ჩამომიყალიბდა აბსოლუტურად ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ რა. მაგიტო არის რომ რაღაც 3ჯერ თუ 4ჯერ ვიყავი არჩევნებზე მართლა რაღაც გავკვეული დროის განმავლობაში ნამყოფი და არც ნაციონალურ მოძრაობის მიმიციაოდეს მე ხმა არც ოცნებისთვის და პარტიისთვის ვისთვისაც ხმა მაქვს მიცემული პარლამენტში არ შესულა არავინ ისეთ ტიპებს ვაძლევდი რა და ერთხელ არ შესულა დღეს მიწევდა ახლა ამ პარლამენტში მიწევდა ძლივს გავარტყი ის რომ შესულიყო მაგრამ ნუ კაი რა წდება ეგ ხედავთ და მაგიტო მქონდა აბსოლუტურად ნიჰილისტური დამოკიდებულება და რაღაც კარლინის იმას ვიზიარებდი ჯორჯ კარლინი ჩემი ჟენსკი გევასება ძალიან სტენდაპი და ჩემ ერთ-ერთი საყვარელი ტიპია ვაფშე რა და მაგის იმას ვიზიარებდი რომ არა აზრი არა აქვს რა ყველაფერი ისე გადაწყვეტილია გადმოწყვეტილია და ჟენ აცა უნდა იწვალო აქ და იხტუნაო დირექტორ ვაფშე ვერ შეცვლი ეგ დამოკიდებულება მქონდა და მე სადაც ნათქვამიც აქვს რომ დამკვირვებელი გავერიდე უკვე რაღაც ამ ადამიანების რაღაც პროცესებსო რა გვერდიდან უყურებ უკვე აღარ ვარ მონაწილე და გვერდიდან უყურებ და ვაკვირდებიო ადამიანებსო და ამითი кайფოფო რა ამ პროცესით და რაღაც მინდოდა მე ეგეთი პოზა დამეჭირა ან რაღაც სელინჯერის
პოზა რო წავიდა და გადასახლდა და მეც მინდოდა ხან უცხო პლანეტებზე ვლაპარაკობდით ამ პოდკასტში და ხან იმებზე რა ქვია პლანეტებზე და რაღაცებზე არ გამოვიდა. არ გამოდის. ხო და ნუ აი მეც მქონდა ეგ პოზიცია შერჩეული, მაგრამ არ გამოვიდა. იმედიანობას რაც შეეხება აი რა პროცესებიც არის ახლა ხო ესეთი პროტესტი არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია 12 წელი ნახდა არ ყოფილა რაღაც ბიზნესი გამოვიდა ცალკე ეგენი ამბობენ თავის სიტყვას ეკლესია გამოვიდა სხვათა შორის და ძალიან ბევრმა დააფიქსირა ძალიან ჯანსაღი პოზიცია და ძალიან გამიხარდა და ეგეთი ადამიანებზე უნდა იყოს ორიენტირებული ალბათ მედიაც რომ ეგეთი ადამიანები წარმოწიონ წინ და სულ ნეგატიურ კონტექსტში არიან წარმოჩინებული და არ შეიძლება არც ეგეც იმიტომ რომ რაღაცა იმედს გართმევს ეგეც რომ აი ეკლესია იმათია კორუმპირებულია ეგენიც კრემლი რაღაც არიან ღირსეული ადამიანები ამ ქვეყანაში და ამ პროცესებმა გამოაჩინა რომ ბევრი საინტერესო ღირსეული ქართველი და მართლა საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია და შესაბამისად იმედიანად მაგ კუთხით განწყობილი ვარ რომ რაღაცა ესეთი პროტესტის ტალღა დაიწყო რომ იმ ოცნების თქვათ ამორჩეველი ვინც იყო ვიღაცები მათაც განუდგნენ იქ იმედიდან წამოვიდა ვიღაცა თქვათ იქ პოზიტივიდან ქეთი დევდარიანმა თქვა რომ ესენი რასაკეთებენო უკვე ანუ რაღაცა ესეთი ზურები დაიწყო და ქეთი დევდარიანმა ხო ქეთი დევდარიანმა კიდე ქეთი დოლიძემ ხო ბოდიში ხო აუგიჟდი ხო ქეთი დოლიძემ თქვა რომ ხო და ეგეც რაღაც იმედს გაძლევს ვეღარ რადგან ეგეთი რაღაცები ხდება შეიძლება სრულ დაბმავებული ქოცით შეიძლება მოტრიალდეს და რაღაცა რეალობას თვალი გაუსწოროს და მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავთ სამწუხაროდ უკან გადადგმულობიჯერს და ეგ ცუდია მაგრამ ეს პროცესები თუ გაგრძელდა ხა რისთვის უნდათ ეს სკამები თუ ჩამოექცათ ქვეყანა თავზე ხო საბოლოო ჯამში და ალბათ მაგ კუთხით რაღაცა იმედიანად ვარ განწყობილი სამართალი დადისო ურმითო ნათქვამია 2007 წლის 7 ნოემბერი რო იყო იმის მერე ესენი 5 წელი იყვნენ და მერე წავიდნენ და დარწმუნებული ვარ რომ დღეს შეიძლება ხვალ არა მაგრამ აუცილებლად ერთ დღეს მოეკითხება ყველას ვინც ხო დანაშაული შეიდინა ხო ეგ აუცილებლად უნდა მოხდეს იმიტომ რომ ახლა ხდება დანაშაულები და ეს თუ არ დაისაჯა მაშინ ეს გახდება სტანდარტი მე ცხოვრების რა და ნუ ეგრე არ გამოვა და ჩემი პოზიციაც ესეთია მაგრამ ის აი წასვლაზეც ალბათ შენც მაგას გულისხმობ თუ არა და შემი სწორი ანუ ეს არ ვარ აპრიორში რომ გინდა თუ არა ესენი წავიდნენ და ოღონდ ესენი არ იყვნენ ანუ არც ისინი არ მინდა უპირობოთ და არც ესენი და არც არავინ რა მინდა რომ რაღაცა ერთი ძალის ხელში არ იყოს მთელი ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უწევდეთ რაღაც გადაწყვეტილებებზე ლაპარაკი და ხო და მე დარწმუნებული ვარ, არა ის რომ მანდ ვარ ყველა მანდ ოპოზიცია, საერთოდ არავინ არ მევასება ოპოზიციიდან, არც ერთი პარტია. ხო და ძალიან ბევრი ადამიანია ეგრე ამ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა ადამიანმა, ხა ზუსტად რა ვიცი, ხა არ ჩამიტარებია არც გამოკლება და არც მიკითხავს და შეიძლება არც პასუხა ვიღაცას ამაზე, ხო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ამარჩევნებს მიცემული ხმა აქვს. საწინააღმდეგო ანუ ჩვენთან სულ არის არჩევნები. ხო და უარყოფითად აქვს ხმა მიცემული რა. იმიტომ კი არ მისცეს ვიღაცას ხმა რომ ეს ევასებათ. იმიტომ მისცეს რომ ის არ ევასებათ რა და ეს ხმები რომ დააჯამოს შეიძლება პროსტა პარტია რო იყოს რაღაცა რომელიც არც იქით არც აკეთა და შეიძლება ამაც დემოკრატები და ის რო იყოს ჩვენთან რესპუბლიკელი პარტია რო იყოს. ჯეობარში იყო ეგეთ სისტემა ჯეობარი ხო ახსენე იცი? მართლა ორი კანდიდატი რო იჯდა ვინო გავარდნილიყო. აი ეგეთი სისტემა რატომ მოიფიქრეს არ ვიცი. თუ გინდა რომ გავარდეს, მაშინ დავმესიჯო მეორეს. ანუ გავარდნის ხმები მოგდიოდა შენ ტატოს თუ უმესიჯებ მართლა რა აგდებდი უარყოფითად დედას პიცა ვარ ანუ ეგეთი რატომ მოიფიქრეს არ ნინო ხოშტარეს მიყავ ანუ ეგ უფრო დიდი мотиваტორია ხალხის ზიზრი თუ გსურთ რომ ხარი დაუჭიროთ ამას დაუმესიჯეთ იმას ანუ ეგ არ მახსოვს და ეს სუამის გარდა მე ვიღაცებმა მე ანუ ქართველი ადამიანების ათვისების და გააზრების და იმის უნარებზე ხო მითები დადის ვერამდენაზე ვარ და ბოლოდან რაღაცაზე და მე რო გავარდებოდა ვიღაცა მივიდოდი მაგის გულში მეთქვა ბიჭო მე მეგონა რომ შენ გიცის თავის მართლება იყო რომ რეალურად მე მოვიგე და ხალხი ვერ მიხვდა და მიმესიჯებდა მე და ესე სუიძახტენ ასე თუ გსურდო და ყოფილიყო რომ თუ გინდა რომ ეს დაუჭირო რა იმას რა ხო და მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანია ეგრე რომელიც აი უარყოფითად აძლევს ხმას მაგ რეჟიმში ვარ ჩვენ მაგით რომ მოქმედებს და მუშაობს мотивация არც მე ვარ ეგრე. ეხლა მიშაც რო აირჩიეს, კი არ გიждდებოდა ხალხი მიშაზე, მაგრამ შევარნაძის წინააღმდეგ მიცეს. ხო. 2012-ში არც მაგრამ იმის წინააღმდეგ აი ბარსელონა რო თამაშობს, მე რო ვარ ლას პალმასისკენ, ლას პალმასზე კი არა ამდის, ხო? მე რო ქულები დაკარგე. ხო და გონია რა ეგრე ვთვლი რომ ნებში იგივეა. თავარი არის აი ეს რაც დავიწყეთ ლაპარაკი რა.
რომ არც მე მაქვს დამოკიდებულება რომ გინდა თუ არა ესენი იყვნენ ან გინდა თუ არა ისინი იყვნენ არც ის მევასება არც ერთზე არ ამომდის ზედამთვარე არ მინდა არც მე ისე როგორც ჩვენ არც კალას და ბევრ ადამიანს ძალიან რომ ვიღაცას კონდეს ისე ძალაუფლება როგორც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა და ეხლა ამათ აქვთ ხო იმიტომ რომ მარტო ის ხო არაა თან რაღაც პროკურატურა თუ სასამართლოზე ხო არა ყველგან აი საცეცები არის რატომ უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის წევრი სიგიჟეა ევროპის მასშტაბით სამ ქვეყანაშია ეგეთი რაღაც ზუსტად მახსოვს რუსეთში ბელორუსში და ერთი კიდე რაღაც უბედური ქვეყანაში იყო ბოსნიაში თუ სადღაც სხვაგან არცად არ არის ეგეთი რამე ჩვენთან ფეხბურთის კალათბურთის და რაგბის ფედერაცია და კიდე სხვა ფედერაციები ყველგან არის ან პარლამენტის წევრი ან ხო ყველაფერი ისეთი სფეროები სადაც არ უნდა იყოს მე რიცხვი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ყველა სფერო ისეთი რომელიც არ არის კონკრეტულად სამინისტრო ან რაღაცა სახელმწიფო დაწესებულება უნდა იყოს დამოუკიდებელი. შენ უნდა გინდოდეს თავრობაში პრეზიდენტი იყო არჩევითი, ეგეც აღარ არის ახლა არჩევითი. ხალხი აღარ არჩევს. ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ არ კონდეს ვიღაცას ამხელა ძალაუფლება და თან თავარი ჩემი აზრით რაც არის ის, რომ არ უნდა კონდეს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში. აღარ უნდა კონდეს მაგას მნიშვნელობა. ცოტნე გოჩოლეიშვილი ძალიან კაი რაღაც თქვა, ძალიან მარტივი რაღაც თქვა, მაგრამ მაგაზე მიფიქრია რა. ვიღაცამ მითხრაო, რომ კი მაგრამ ისინიც არ მომწონსო იქითო. ბიჭო, მთავრობა არ უნდა მოგწონდესო საერთოდ. მთავრობა არ უნდა მოგწონდეს. მართალია. მთავრობა როგორც კი მთავრობა მოგწონს და გულშემატკივარი ხდები მთავრობის. მან პრობლემა გაქვს. ხელი გაქვს მოთფობილი რაღაც. ხო, ესე იგი რაღაცები ის გაქვს. სარგებელი. მთავრობა სულ უნდა კრიტიკის პოზიციაში ყავდეს რა, იმიტომ რომ ამ ტიპმა საქმე უნდა გააკეთოს. იმიტომ ჯერ ერთეო დიდ ძალაუფლებას აძლევ. ხო? შენ ხარდაჭერა აღარ ჭირდება. და ისედაც ნახე, აი მაგალითი რომ მოიყვანო რა, ხა უნიტაზი თუ გაგიფუჭდა და ის მოიყვანე, რა ქვია, სანტექნიკი თუ მოიყვანე. აუცილებელია რომ ტიპი გევასებოდეს. საქმე უნდა გაგიკეთოს, ხო? შენ ფულს აძლევ, ის მოვიდა საქმე გააკეთა და გევასება ხოლმე თან ეგეც. ხო, 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 უნდა გევასებოდეს, რა გინდა თუ არა ეს, აბა კაი ბიჭია თუ რას ფიქრობს ერთი ამ საკითხზე, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მოვიდა, საქმე გააკეთა, ფული მიეცი, წავიდა, მადლობა, ჯიგარი ხარ. სიძეთ არ გინდა. ხო, თავრობაც ეგრეა რა. უნდა მოვიდეს, საქმე გააკეთოს, კარგად იყავი და წავიდეს მე. არ უნდა გევასებოდეს, გინდა თუ არა ტიპი და გიждდებოდე, ხო? და მაგითო თუ თავარი უნდა იყოს ეგ რომ ისეთი სისტემა გქონდეს და ისე იყოს სახელმწიფო მოწყობილი რომ მნიშვნელობა აღარ გქონდეს თავრობაში ვინა იმიტომ რომ გეცოდინება ერთი რომ ამას არ აქვს იმ ხელა ძალაუფლება რომ თავზე დაიმხოს ყველაფერი და ტრუსიკივით ამოიცვას ეს ქვეყანა როგორც მიშამ და ნაციონალებმა ამოიცვეს და ამათმა მე გახადეს ეს ტრუსიკი და თვითონ ჩაიცვეს და კიდე ისინი დაამაგრეს რაღაცა ბოკლომები შუა საუკუნეებში ქალიშვილებს ეცვათ და ერთი და ყველაზე მთავარი ალბათ ეგა და მეორე მაშინ მნიშვნელობა აღარ ექნება უკვე ვინ იქნება მთავრობაში რა თავარი იქნება საქმეს გაგიკეთებს თუ არა ეს ტიპი და თუ არ გაგიკეთებს გეცოდინება რომ ისეთი რეალობა გაქვს მოწყობილი რომ ამ ტიპს გაუშვებ 4 წელიწადში რა ვერ იმუშავა ვერ გააკეთა საქმე კარგად იყავი ძმაო რა აგერ ხალხი არ რიგში და ესენი გააკეთებენ და თან პლუს ეს სისტემა ესეთი თუ გაქვს მოწყობილი რომ სასამართლო დამოუკიდებელია და პროკურატურასაც არ არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულები და ფეხებზე კიდიათ სხვა ორგანიზაციების სხვა სფეროები ხო ავტომატურად იღებ იმას რომ ნაკლებად იქნება შანსი პარლამენტარის თუ პარლამენტში მოხვედრილი ტიპის მქონე კორუფციის იქ ტენდერების ჩაწყობით მოგების და რაღაცები შეეშინდება იმ ტიპს ახლა როცა აღარ ექნება ზურგი რომ არ ეცოდინება რომ არ დაიჭერენ არ იქნება დარწმუნებული შეიძლება იფიქროს რომ დამიჭერენ და ჩამომართვენ ამ იმუნიტეტს და ციხეში გამიშვებენო ნაკლები კორუფცია რო იქნება და პარლამენტი რო აღარ იქნება ფულის საშუალებელი მექანიზმია ცხოვრების აწყობის საშუალება მე ეს ტიპი ვიღაცა რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს რომ მივიდეს იქა და ფული იშოვოს. ახარ წავა ამ პოლიტიკაში რა. წავა და ეცდება რომ რაღაცა სხვა მაქინაციებით იშოვოს ის ფული, იმიტომ რომ ამშრომლობა ექნება ამის დაიჭერენ. ხო და მაგას რომ ამშრომლობა ექნება თუ ეცოდინება რომ აქაც დაიჭირონ, შეიძლება იქაც დაიჭირონ და ერთნაირი ვარიანტია შანსი ამისი, ხო? მაგრამ ისები რატო იჭერენ? ხო და იმიჯის ბიზნესში გამოიყენე ხო. აქ წავა ტიპი რომელსაც არ უნდა შენი კორუფცია და არიან ეგეთ მე მჯერა რომ ეგეთ ხალხი ამ ქვეყანაში არსებობს რომელსაც არა აქვს რა მიდრეკილება და სურვილი რომ ახლა ფული იშოვოს და წავა მართლა გულით რო ემდომება რომ თან ექნება იმის შეგრძნება რომ ამას შეუძლია რაღაცა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს კარგი ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა ხო არსებობს ეგეთ ხალხი ნუ თუ ეგეთ ხალხი არ ყავს ამ ქვეყანაში მაშინ დაღუპულები დავხუროთ რა კარი და გავუკეთოთ და წავიდეთ რა თუ არც ერთი ადამიანი არ არის რომელსაც მართლა გულით შეიძლება უნდოდეს რომ წავიდეს და თან ახლა უფასო დააკეთოს საქმე ხო არ ამბობ ხელფასი ხო აქ პარლამენტში. მაგრამ იმ ხელფასზე იცხოვროს და საქმე აკეთოს რა და ხალხისთვის და ქვეყნისთვის კარგი გააკეთოს. სადოსმაინც. არა, რა მაგარი შეგრძნება, აი წარმოიდგინე ერთეულებს აქვს მაგის საშუალება, რომ შენ ქვეყანას ემსახურო
და ქუჩაში რო გაველი ვიღაცამ შემოგხედოს განათებული თუ რაღაც თვალებით რომ აი რა მაგარი რაღაც საკეთებ და რა კარგია რომ ებრძვიან კორუფციას. ანუ რა მაგარ საქმეს ემსახურები რეალურად რის საშუალება გაქვს. ანუ რა მოგცა რა რაღაცა გაგიღიმა ბედმა რომ შეგიძლია შენ ქვეყანას რაღაცა კარგი გაუკეთო და შენ ირჩევ რა გზას. რომ ლანძღო, თათხო, ეძახო რაღაც უსამშობლოები, რამხელა კარგ რაღაცასთან ხარ ძალიან ახლოს და როგორ უკიდურეს პოლუსად საშინელებას აკეთებდა. მაგიტო იმედიანობაზე ვლაპარაკობდით, მეც იმედები რომ გამოჩნდნენ რა, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გამოჩნდა, ვინც რაღაცა ვის უკანაც ვიცით რომ არაფერი არ დგას და ვიცით რომ თქვათ მას არ უნდა სკამი და ამის გამო არ ლაპარაკობს და მართლა გული შეტკივა და მაგიტო ლაპარაკობს და სხვა ღირებულებების მატარებელია. ეგ რა თქმა უნდა გვახარა. რაც შენ თქვი, ჯაფარ რომ აი მნიშვნელობა არა აქვს შენთვის ვინ იქნება. ქართული ოცნება თუ ადგება და იმას გააკეთებს, რაც ხალხს უნდა ხო, იყვნენ ხო რა, ვისკია პიროვნული ისკი არა გვაქვს რომ გინდა თუ არა კობახიძე არ დამანახოთ და რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის კაცო. ეს თუ გააკეთებს იმას, რაც უმეტესობას უნდა, მაგალითად აი ამ ძალადობრივ და ბოროტ სისტემას ჩამოშლის სიტყვაზე თუ მაგას იზამს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება, ადამიანს ექნება იმის იმედი, რომ ვიღაცა როცა რაღაცას დააშავებს, მარტო იმიტომ რომ რაღაც სტატუსი აქვს, არ გადარჩება და ვიღაცას ვისაც არ აქვს სტატუსი იმას დაიჭერენ. ბევრი რაღაცა, ბევრი დეტალია, ხო, ყველაფერზე რო ვლაპარაკობთ, კიდე გაიწელება 1 საათი. ეგ თუ გაკეთდება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გააკეთებს მაგას ჩემთვის? თუ კონკრეტული ტიპების მუღამი კი არ მაქვს, რომ გინდა თუ არა, კობახიძე არ მინდა, მე მინდა რომ ის იყოს იქ. გახარია ან რაღაცა. რა მნიშვნელობა? თუ გინდა ის მოიყვანე. სპილო დასვი იქ და სპილო თუ გააკეთებს იმას, იყოს სპილო მაშინ პრემიერ-მინისტრი. კი, ეგრეა ხო. მეთანხმები მაგნა. ხო, იმას მომღერლებსაც ახლა ჩაგივარდათ. ახალი წელი და ვერ იმღერებთ 25000 ლარებს ვერ აიღებთ, ხო ხედავთ? რომ ყოფილიყავით რაღაცა ცოტა ობიექტურები და ნეიტრალურები, აქამდე არ მივიდოდეთ, აი შეტენილები რო არიან ერთ იმას რაღაც პარტიას და ბოლომდე რო რქებით აწევიან, ჩაგივარდათ ახალი წელი. ეხლა გაყვალ იმღერებ, მოღალატ ეხარ უკვე გაბულინგი ლიბერალური ფაშიზმი ამოქმედდება თავის მარწუხებ მოვა შენამდეც და აი ესე ხდება, როდესაც ქვეყანა არის არეული და ესეთ პოლარიზებამდე მიდის, საბოლოო ჯამში შენ უკვე აღარ შეგიძლია რომ შენი საქმე გააკეთო რეალურად. გაყვიდე მართლა საახალწლოდ და შეჭამო გოჭი და იმღერო და დაში დაუკრემო, რომ ქვეყანაში სადაც აი ესეთი რაღაც ხდება, ტაშფანდურის დრო არავის არ აქვს და ყველა სფერო ზარალდება და არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ აქ ხლავს ხედვართ და მოთფობილი გვაქვს ხელი და აი ხა სპონსორებს ველოდებით, რა მაგრა ელაპარაკეს, ამ ხუნდა შევიდეთო მაგის გამო არ შეხედავთ. სხვა რაღაცის გამო ზარალდებით ჩვენ წერან თქვი და სხვა რაღაცის გამო ლაპარაკია მაგაზე, მაგრამ ახლა ნახსენე პირიქით ზარალდებით, როდესაც ამაზე გვიწევს ლაპარაკი და რავი, საშიშროებაც არის რომ საერთოდ ყველაფერი დავკარგოთ რეალურად, ხო? იმიტომ რომ როცა სპონსორი მოდის შენთან, მოდის იმიტომ რომ სხვა რაღაცას აკეთებდა. შენ თუ დგები უცებ და ეხლა შევიცვალე მე და აბა ეხლა ფოკუსების კეთება დავიწყო, კეთვის შენ გიჟი ყო არ ხარო. მოვედი იმისთვის რომ პოდკასტი გაგდა ლაპარაკობო და შენ არა ეხლა უნდა ვიჟონგლიო რომ ეხლა მომავალწლიდან ახალი კონტრაქტები, ახალი შეთანხმებები რა იქნება, კაცმა არის, იმიტომ რომ ეხლა იმ კომპანიებს რა ქნას არეულობაა და ელოდება. ხო, ყველა მაგალოდიში ვარ. კარგი. ისეთ სიჩუმით დავამთავრეთ. ცოტა ხანი იყოს ეს Sound of Silence. Sound of Silence ხო ოქსიმორონია და საინტერესო არის. ეს არ ამთავრებს ზოგადად. შეგიძლია ეს გაიყვანოთ და ეს ხმა შევწიოთ. არა, ლიბერალური მუსიკა შემოიყვანოთ. ლიბერალური ფაშიზმია რო ახსენე, თვითონ ეგ სიტყვათა შეთანხმება ძალიან სასაცილო არის. რაღაც ოქსიმორონის იმას არტოვებს, ლიბერალიზმის ის რაც არის სიტყვაზე, იდეა რაცა. ძველი 19 საუკუნის დღევანდელი არა. დღევანდელი ლიბერალიზმი. ძალიან კარგი მართულებაა ეგ. რაც დრო გაქვს შენ, რაც აი მე დატოსრებულდები ხომ დამთავრებას. დაწყებასაც. ანუ დაწყებაც მაგ დროშიც აკის შოუ შეგელო გაიკეთებია რაღაცა. აი გაჩვენდები. არა, ხუმრობა თქო და პირიქით ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო რაღაცა გურის მოსაფხანის გამოვიდა მე მგონი. და კიდევ ერთხელ მე ჩემი თავი სათქმელი არის რომ რაღაცა ერთი ხალხი არ მართავდეს რამდენი ხანი ყველაფერს და ცოტა მეტად მოგუსმინოთ ერთმანეთს რა, თორე ასე მზედამთვარე არ მოგდის და არის ფანები არ ვართ. კი ბატონო, რა ჩაივლის ყველაფერი, მე სხვა თემებზე მე ვილაპარაკოთ YouTube-ის მიირგვლივ და ასე შემდეგ. და ეხლა მადლობა პირიქით შენც დაპირებული იყავი რომ მოხვიდოთ რაღაც ამ პერიოდში და მე მაგარი კამპანია მქონდა. მეთქი ახალ წლამდე მეთქი არსად არ მგონი, არხს უნდა მივხედო თქო რომ ჩემ აქვს რაღაცა, მაგრამ მივხედე ძალიან სამი კვირა ვიდეო არ დაგვიდი. კაი, მადლობა და ჩვენ ხათამჭერები სოკარი ვეისთლესი და ერთ კვირაში შევხვდებით. კარგად.